მოგესალმებით, შენი პოდკასტი, მერვე ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის შენი სივრცის handpan-ის მასწავლებელი პეტრე ბაძაღუა. გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია ჩვენთან რო ხარ და ეხლა სანამ დავიწყებთ ლაპარაკს, მოდი ვთქვათ ჯერ რა არის handpan-ი. იმიტომ რომ ისე ჟღერს, რომ ქართულად რო გადმოთარგმნო არის ხელტაფა. კი. და ანუ ვინც იცის რაღაც საოცარი ინსტრუმენტი არის, უცხოპლანეტური, რაღაც ეგეთი ვიზუალი აქვს, უცხოპლანეტელების თეფშს გავს და მე რომ ვუყურებდი ხა YouTube-ზე და ეს ამ ვიდეოებს, ვინც მაგრა უკრავს ამ handpan-ზე რა, ყოველთვის ეგეთი განცდა მქონდა, რომ ანუ ცუდ ჟღერადობას ვერ აიღებს რა, თუ უბრალოდ ხელი უნდა მოგიხვდეს სწორად, მე მგონი და რაღაცა მაინც ჰარმონიულად ისმინება ყველაფერი რა, როგორც არ უნდა დაუკრა თითქოს, რავი, ეგეთი წარმოდგენა მქონდა. მე როცა მთლად ეგრე არ იყო, რაღაც მაინც კი არა ცოდნა უნდა სერიოზული ამ ყველაფერს რა, რომ ისე კარგად გამოგივიდეს, როგორც ამ ვიდეოებშია, რასაც უყურებთ ხოლმე YouTube-ზე რა. და ძალიან მედიტატიური საკრავი არის და ძალიან ამშვიდებს მე რასაც ვაკვირდები და აი მართლა კოსმიო რაღაც არამქვეყნიური ჟღერადობა აქვს, როგორი ფორმაც აქვს, ისეთი ჟღერადობა აქვს რა და საიდან გაჩნდა ეს ინსტრუმენტი, მე მგონი ძველი არ არის ხო მთლად, ანუ ამ საუკუნეში დაიბადა თუ არ ვცდები და აი ცოტა ისტორიაც რომ მოყვეთ ჯერ ამ ინსტრუმენტზე და მე უკვე კიდე სხვა თემებიც გავშალოთ. მე დავიწყე ამის კეთება 1 წლის წინ დაახლოებით, მანამდე სულ რამდენიმე ინსტრუმენტი იყო ალბათ, მაქსიმუმ 5 საქართველოში. და მე მოიტანა თვითონ ამ პროცესმა, რომ ნახეთ დაინტერესება დიდი იყო, უყურებდნენ YouTube-ზე და მოსწონდა და მას მიზიარებდნენ. ვიფიქრეთ, რომ არ გვესწავლებინა და სადღაც 4 წელია შეხება მაქვს ამ ინსტრუმენტთან და რაღაც მცირე გამოცდილება მქონდა და რადგან იყო შემოთავაზება, რომ შეიძლება სკოლა გაიხსნას, ვიფიქრე, რომ მისწავლებია მე თვითონ ვიზდები ახლა მათთან ერთად. მესმის. და ის ისტორიაც რომ გავიხსენოთ თვითონ აი საიდან მოდის ეს ინსტრუმენტი და საიდან შეიქმნა, რა კულტურის შვილია ესე ვთქვათ. დიახ, ეს ინსპირაცია იყო ამისი აღმოსავლური ინსტრუმენტებიდან და ინდური ინსტრუმენტებისგან, რამოდენიმე ინსტრუმენტისგან იყო ეს ინსპირაცია. ეს შექმნეს პირველად საბინა შერერი არის ასეთი, ფელიქს როინერი ამ წყვილმა შექმნა, თავიდან ერქვა hang drum-ი, ეს მათი ბრენდის სახელი იყო. ქვეყანა შვეიცარია. ოკეი, შვეიცარია ინსტრუმენტია და 2000 წლებში დაახლოებით ასე შეიქმნა პირველი. Steel drum იყო პირველი და მისი სახელიც აქედან მომდინარეობს, ეს ხელტაფა, ტაფას გავს ეს თვითონ ეს ფორმით, პირველი ფორმა რაც იყო. პირველი. დიახ, ახლა ესეთი ფორმები არ ქონდა, ეხლა როგორც აქვს, რაღაც თეფშის ფორმა რო აქვს, თეფშის ფორმა ქონდა, თუმცა იყო პირიქით ჩაღრმავებული ჩვენი, ორი ნახევარსფეროა ერთმანეთზე დაწებებული, ხო? მაშინ იყო გარედან ქონდა ესეთი ფორმა როგორც ტაფას და ეს ტაფაში იყო თითქოს ჩაფენილი იგივე ფორმის ნოტებით ახლა როგორც აქვს, თუმცა შიგნით იყო ჩაღრმავებული. ეს იყო steel drum და ერთ-ერთი ინსპირაცია ესეც იყო. შემდეგ საბინამ და მისმა მეწყვილემ შექმნა hang drum-ი და გაუშვეს წარმოებაში ეს ინსტრუმენტი, თუმცა მალევე შეზღუდეს რაოდენობრივად და შემდეგ სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს ამ ინსტრუმენტის კეთება და შეუცვალეს სახელი, ახლა ჩვენ რა სახელიც გვაქვს handpan-ი, ეს იყო უბრალოდ ცვლილება იმის გამო, რომ საბინამ და მისმა მეწყვილემ დაარქვეს hang drum-ი და იგივე არ უნდათ რომ სხვა კომპანიებს დაერქვა და handpan და ესე უფრო გავრცელდა handpan-ის სახელი უფრო გავრცელდა. ასევე აქვს hang-ი, რუსულად hang-ს ეძახიან და სხვათა შორის ჩვენს ქართულ ენაზეც ესეთი შესატყვისი სახელია hang-ი ხო ჩვენთან ასოცირდება ხბასთან, hang-ი ძალიან კაი სახელია.
აი handpans რო ეძახი რაღაცა ცოტა არ ვიცი რა ჰანგი მირჩევნია. ეხა ჰანგი რო თქვი, ბევრად უხდება ჰანგი ვიდრე handpan-ი მაგ ინსტრუმენტს. კი. ხო და ჰანგის ჯგუფი დავარქვათ რა. უკვე დავარქვით. დავარქვით უკვე. დავარქვით, შორის აქ მოხდა ეს მეორე ჯგუფმა. ვა, რა მაგარი. დაინტერესდა რა შეიძლება რომ დავარქვათ და დავარქვით. ხო, თან სულ გვეჭხუბებიან რაღაც ქართული სახელები უწოდეთო რაღაცეებსო რა და ჰანგი რა ვიცი, ძალიან მაგარია რა, ჰანგის ჯგუფი. ძალიან კარგი. და ესე იგი თვითონ ინდური საკრავებიდან გქონდათ ინსპირაცია, ხო? კი, აი ეს ინსტრუმენტს აქვს კვებით ხვრელი. და ინდური საკრავი, რომელიც გადაც აიღეს handpan-ის რაღაც მხარე, ეს ერთ-ერთი არის ეს ხვრელი. აქვს დოქის ფორმა ამ ინდურ საკრავს და გვერდზე აქვს ხვრელი. ხო. და აკუსტირებს ეს დარტყმის დროს, იქაც ხელებით თითებით იკვრება. ხო. და ეს ხვრელი დავუშვათ აქედან მოიტანეს. ნაწილი სტილ დრამიდან მოიტანეს. და სხვათა შორის მრავალი ინსტრუმენტის ხმა შეგვიძლია რომ მიიღო handpan-დან, როგორც ფლეიტის, ასევე ვიოლინოს, ასევე გიტარის. აი ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რომლის ხმასაც იღებ handpan-დან. სხვადასხვა სტილიდან, სხვადასხვა წყობიდან, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ხმები არის. ხო, ესე იგი ეს ინდური ინსპირაცია. ისე რაღაც ისტორია მოუხდებოდა მაგ ამბავს, რომ რაღაც უცხო პლანეტელებს ინსპირაცია მიცეს, ან გამოეცხადნენ რაღაცა ხილვაში, ან მოიტაცეს და გაანდეს ეგ ინსტრუმენტი რა, იმიტომ ისეთი არის რავი ფორმაც და ჟღერადობაც, რომ ეხა შენ კი ძახი რომ გავსო ვიოლინოს და რაღაცა, შებრალ მე არ მომისმენია, მაგრამ ხო, რაღაცა კიდე სულ სხვა არის რა. ანუ მე გულისხმობ, რომ მრავალი ინსტრუმენტის ხმა შეგვიძლია მიაღებინო, ხო? როგორც ჩვეულებრივი დრამის დასარტყავი ინსტრუმენტის მას აქვს შუა ნაწილში დინგს ეძახით. იქ შეგვიძლია არა მარტო აი პირდაპირ ხელის ერთი ხელის დარტყმით გამოაცემინო ხმა, არამედ ერთი ხელი დააჭირო რაღაც ადგილზე და ისე დაარტყა აბსოლუტურად სხვა ხმას მოგცემს ვიდრე დაჭერის გარეშე. და ეს აი პირველი შენი დაკონექტება როდის მოხდა მაგ ინსტრუმენტთან, ან როდის შეეხერა, სად ნახე, ან რატო გამოიწვია ეს, მაგრამ მოდი სანამ მაგაზე გადავალთ, ხო, ანუ სანამ აი მოდი ცოტა შენ ბექგრაუნდზეც ვილაპარაკოთ, ანუ მე როგორც ვიცი სასულიერო პირი იყავი, ამ თემასაც შევეხოთ შენის ნებართვით, ხო? კი. და აი მან ეგ ისტორია რომ მოყვე, ხო, ეგ რა თავიდან როგორ გაჩნდა სურვილი ამ სასულიერო იმის დაინტერესების, მერე მან რა ხდებოდა და მერე გადავიდეთ უკვე რაღაცა შენი ცხოვრების შეიძლება ცოტა სხვა ეტაპზე, როცა უკვე ეს handpan-ი შემოვიდა. კეთილი. აი მოკლედ რო გითხრათ 27 წლის ვიყავი რომ სასულიერო პირად მაკურთხეს. ჩემი სურვილი იყო ეკლესიაში როგორ მოხდია სხვადასხვა გზით ხდება არ ვფიქრობ რომ რაღაც განსაკუთრებული გზით მოხდი უბრალოდ მაგრამ კარმულ წლებში მოხდი რევერსული კვანძების დაბრუნება ასტროლოგიურად ეგ წლები იწყება ცვლილებები ისეთი რა ადამიანის და ყველა ძალიან ბევრი ცნობილი ფაქტია რომ ცნობილი მუსიკოსები და ისინი ტოვებდნენ სხეულს ან იცვლება ადამიანი ან რაღაცა, ეხლა რომ მე უმითხარი, უცბად ეხლა შენ ვიცი, არ ვიცი რამდენად დაინტერესებული ხარ ასტროლოგიით, მაგრამ ნუ მაგ წლებში სერიოზული გარდატეხა ხდება და ეხლა ზუსტად მაგას იცახი რომ კვეთრი შემოbrunება იყო თუ სულ ბავშვ ანუ გინდოდა ბავშვობიდან სასულიერო, ანუ ბავშვობიდან რა, ანუ ქონდა ეს რაღაცა, რომ აი იცოდი რომ სასულიერო პირი იქნებოდი თუ რაღაცა უცბად მოხდა ესე თქვა რა გარდატეხა და უცბად გადახვედი ამ რაღაცას. სასულიერო პირობაზე არ მიფიქრია ბავშვობაში, თუმცა შეგრძნება იმისა რომ ღმერთი არსებობს და მე მოთხოვნილება მქონდა რომ მასთან კონტაქტი მქონოდა. ახლა კონტაქტი და ნუ ახლა ჩვენს რეალობაში საქართველოში ეკლესია მართლმადიდებლობა ყველაზე ახლო, ყველაზე თბილი. ხო, რა. და ყველაზე ისეთი ხელმისაწვდომი იყო და მე დავიწყე ეკლესიაში სიარული. მაშინ მახსოვს ისეთი მოძღვარი შემხვდა, რომელიც ძალიან მომეწონა, კეთილშობილი ადამიანი იყო, მრავალშვილიანი.
უბრალოდ და მისმა ამ საქციელებმა ჩემში გამოიწვია ეს, რომ ეს მინდოდა რომ მსგავსი გამხდარიყავი. ალბათ, მე რო ვფიქრობ ეს იყო. შემდეგ წავედი სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, გრემში ახალი გახსნილი იყო, მაშინ პირველი ნაკადი ვიყავით ჩვენ. დავამთავრე სასულიერო სემინარი, იქვე დავრჩი, იქვე მაკურთხეს ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, ერთ-ერთი დიდი სოფლის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვრად დამნიშნა და ვიმსახურე 5 წელი დაახლოებით იქ. შემდეგ 5 წლის მერე ჩამოვედი თბილისში, გადმოვედი მეპარქიიდან. თბილისში ვიმსახურე 2 წელი. ვაკესაბურთალოს თავარანგელოს სახელობის ტაძარში. თუმცა ეს წლები, ეს 5 და შემდეგ 2, თუნდაც სემინარიაში სწავლის პროცესი ჩემთვის იყო დაკვირვების პერიოდი. მე ვაკვირდებოდი ის შეგრძნებები, რომელმაც მე მიმიყვანა ეკლესიასთან, თუნდაც ის რაც ახლოს იყო, ახლა ჩემთვის შორს იყო დაუშვათ ბუდიზმი, სხვა კულტურა, და რაც ახლოს იყო, მე მივედი და თვლიდი რომ ეს იყო რელიგია, სადაც უნდა ყოფილიყავი. მანამდე ბავშვობის ასაკში მქონდა რაღაც გამოცდილება ერთ-ერთ სექტაში, იეჰოვას მოწმეებს ასე ეძახიან. თუმცა იქ მალევე წამოვედი იქიდან. შემდეგ იყო ეს გამოცდილება და ეს პერიოდი იყო დაკვირვების პერიოდი. მე ვარ იქ, სადაც მინდოდა ნამდვილად ვარ თუ ეს არის ჩემი გამოგონილი. და ამ დაკვირვებამ მიმიყვანა იქამდე, რომ მე არ ვარ იქ, სადაც მე მინდოდა. იმიტომ რომ მე მჭირდებოდა შეხება ღმერთთან. ეს უნდა ყოფილიყო ჩემთვის ყოველ წუთიერი. ეს უნდა ყოფილიყო ნაღდი და მე ამას ვერ ვახერხებდი. ვერ ვახერხებდი გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ვახერხებდი სხვადასხვა კულტურის გაცნობას, ამის დრო ფაქტიურად არ იყო. მე ემატებოდა იმას, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი კი არ ვიყავი, როგორც ასე რიგითი მორწმუნე ვიყავი, მღვდელი და ძალიან ბევრი ვალდებულებები მქონდა. და ბევრი ადამიანთან გიქნებოდა შეხება, მათ პრობლემებთან. ხო. მეტნაკლებად კი. და გინდოდა შენ უფრო ხედულობის გაფართოება? რა თქმა უნდა. არჩევანის არეალი. მე დამეწყო ფიქრები რამოდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურე, რა თქმა უნდა, ჩვენს ეპოქაში ეს ინტერნეტ საშუალება უფრო ისე არის და შეგიძლია ნახო სად რა ხდება და დამეწყო ფიქრები, რომ სოფლიოში რამდენი რელიგია, დიდი რელიგიები არსებობს და რამდენი მილიარდობით ადამიანის უცხოვრია ჩვენამდე და აწი ცხოვრობს კიდე და რადგანაც ეს სადაც მე ვარ, ის სწავლება და ის ხედვა ამბობს, რომ მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი და მარტო აქედან ცხონდება ადამიანი, ასეთი ეს არის ტერმინი ცხონდება ადამიანი და გამიჩნდა აქ კითხვები, რატო როგორ თუ დაუშვათ სხვა ადამიანებს არ აქვს იმის გარემოება, ესეთი გარემოება, საერთოდ ისრაელში ვიცხოვრობ 5 წელი. და ფიქრობ, რომ ბევრ მათგანმა ქრისტეს საერთოდ ინფორმაცია არ აქვს, უთიციან რომ ქრისტე იყო წინასწარმეტყველი და რაცეები აიყოლა და მე მთელი სამყარო გაგიჟდა და არც აქცევენ ამას ყურადღებას, ხო, ასე ყავთ. დაახლოებით ასე შეიძლება კიდე სხვა მოსაზრებებიც აქვს, მაგრამ არიციან, ოჯახები არის, ვისაც არ აინტერესებს ეს გარემო აქვს ისეთი სახლში მშობლები, სკოლებში მასწავლებლები, უნივერსიტეტში კიდევ ლექტორები, ყველგან მათ სარწმუნოებაზეა, მათ ეკლესიები ახლოს შაბათს იღვიძებენ და ხედავენ თავიანთი მეზობლები ბავშვებთან ერთად, ესე ლამაზად გამოწყობილები მიდიან
ტაძარში და ეს მათ აძლევს იმათ, რომ იმას, რასაც ჩვენ გვაძლევს აქ მართლმადიდებლებს, ხო, მიყვებიან აი ამ თავის ტრადიციას მიყვებიან. და მეც ვფიქრები, რომ თუ ადამიანს არ აქვს ამის საშუალება, რომ გაეცნოს ყველა და სხვადასხვა რელიგიას, შეიძლება თუ არა ის იყოს თავისუფალი არჩევანში, იმიტომ რომ ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. ხო. შენ არ იცი სხვა, შენ იცი მხოლოდ შენი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ უმეტეს ნაწილმა, თუნდაც იმათმა, ვინც მსახურობს, თუნდაც ისინი, ვინც რიგითი წევრები არიან ეკლესიის, 5%-იც არ იციან მართლმადიდებლობის არსის, თუნდაც როგორც რელიგიის და ალბათ ქრისტეს ხედვის უფრო ნაკლები პროცენტი იციან ვიდრე 5-ის. ჩემთვის ყოველ დღე მე ახლა დავიწყე თავიდან წაკითხვა სახარების ამ ყველაფრის მერე და ყოველ დღე უფრო ნათელი ხდება, რომ ქრისტე აბსოლუტურად სულ სხვა გზაზე მიანიშნებდა და მისი მიმდევრები, რომელსაც სახელი ქვიათ, ხო, ქრისტიანები, სხვა სახელი ქვიან, საერთოდ ჯამში ქრისტიანობის ნაწილია ეს. ეს ადამიანები ვერ ხედავენ ამ გზას ქრისტეს ნათქვამ სიტყვებს ვერ აღიქვავენ ისე, როგორც ქრისტე ამბობდა. ბევრი რამე შეიძლება ამაზე ვთქვა, მაგალითად ხშირად ვამბობ ხოლმე ამას ჩემს ახლობლებთან, რომ ვიხსენებ, რომ როდესაც მღვდელი ვიყავი, ერთ-ერთ დღეს წირვის შემდეგ ამბიონზე გამოვედი და გადაგების დროს სპეციალურად მოვამზადე წინასწარ, როდესაც ეს მალევე დაიწყო ჩემში ეს პროცესები, სადღაც კურთხევის შემდეგ და მალევე 1 წელში, 2 წელში და ემატებოდა. და ვცდილობდი, რომ იმ ფორმებით, რა ფორმების საშუალებაც და უფლებაც მე მქონდა, ხო, შეზღუდული ვიყავი ხოლმე, ავირჩიე თვითონ ეს გზა და ჩემი ეს არჩევანი მზღუდავდა ჩემს თავისუფლებაში და უშუალოდ რასაც ვფიქრობდი იმის თქმაში რა და ის პერიოდიც მე იქ ვიყავი, მე ვალდებული ვიყავი, რომ მოვფრთხილებოდი ამ წესებს, ამ კანონებს, რა კანონებსაც ეკლესია აწესებს და რაღაცნაირად ეგ ჩემ ვიწრო წრეში თითქოს ვცდილობდი, რომ ხელი ჩემი ჯანჯღარები, ეს ჩემი ახლობლები ადამიანი, რომ ცოტა გამოფხიზლით. ჯობია რომ ნახოთ სადავართ. თუნდაც ამ წიაღში მე ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლურ წიაღში ადამიან თუ შეხედავს ქრისტეს ისე როგორც ის ამბობდა, რისთვისაც ის ამბობდა, რა გზასაც ის მიანიშნებდა, ხო? შეიძლება რომ მიაღწიოს მასთან კავშირს, ღმერთთან კავშირს. ხო, რა თქმა უნდა. როგორც სხვა რელიგიებს შეუძლიათ თავიანთ წიაღში ამის მიღწევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა გაერთიანებას საშიშროებას ხედავენ ხოლმე სრულ, რომ რაღაც ყველას თუ შეუძლია ერთ-ერთ დღეს ესენი გაერთიანდებიან და რაღაც ცუდი დაგვემართება. მე არ გულისხმობ ამას, რომ რატომღაც ყველა რელიგია უნდა გაერთიანდეს და არ ვფიქრობ ასე, რომ როგორ გაერთიანდება თან, არც არის საჭირო გაერთიანდეს, სხვადასხვა კონსტიტუციის და სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანები არსებობენ რა და ზოგს არის რომ უფრო ბუდისტური ხაზით წავა და ეგ მოდელი აზროვნების და რაღაცა მის სულთან ახლოს არის და სამყაროს აღწერა ზოგი კრიშნას და ვიღაცა არის რომელიც ახლა თქვა შეიძლება რომ მე მაგალითად ეგრე ვარ რა მართალი რო გითხრა ჩემ თავს ვთვლი ან მინდა რომ ქრისტიანი ვიყო ქრისტიანად ვთვლი და მინდა რომ ესე ვიყო მაგრამ ან ძალიან დიდი სიყვარული მაქვს თქვა კრიშნასადმი რა და კირტანები აქაც ტარდება და ასე შემდეგ და ხა ვინ უნდა მითხრას მე რომ ეს არ გააკეთო ეხლა რა ვიღაცა რო გიყვარს რა თქვა აი გოგო რო გიყვარს ან ის რა თქმა უნდა ხო ვერავინ ვერ დაგიშლის იმ სიყვარულს ხო ისე არის იმისადმი ამ ინდივიდუალობის ბებისადმი რა ავატარებს რასაც ეძახიან
არიან თუ რა ანუ რა აქვს მნიშვნელობა რაც დავარქვით რა ამ დიდი სწავლებებისადმი რა და თუ ეს დაკონექტება მოხდა და ეს სიყვარული გაგდა ეხლა რასაც ვაკვირდები ანუ შენ უფრო მაძიებელი სული იყავი რა და რაღაცა ეს დოქტრინული ესეთა მე ვფიქრობ რომ კი ხო მაძიებელი სული და შენს ალბათ აღვიძებდი ანუ იმ ხალხს გინდოდა რომ ისინიც მაძიებელები ყოფილიყვნენ მაგრამ ხო ადვილია ეხლა რა რომ მაგაში გეთანხმები 100%-ით რომ აი მართლმადიდებლობაში და ზოგადად ეზოთერულ ქრისტიანობაში და რაღაც იმხელა რაღაცა არის რომ შეიძლება საერთოდ არსად აღარ გაიხედო მერე უკვე რა თუ შენ გზას აი აქ იპოვი რა მაგრამ ესე რომ პირდაპირ რაღაცას იღებ რა შტამპივით რომ აი ეს არის და მეტი და შენთან კითხვა არ დაგისვია და რაღაცა არ ვიცი მეც არ შემიძლია ეგრე ხო მერე როგორ განვითარდა ხო და გავაგრძელებ იმას მოკლედ ვიტყვი ვცდილობდი ასე და ერთ-ერთ დღეს გამოვედი და წინასწარ მოვამზადე ხშირად ვამზადებდი ხოლმე მსგავს ოდნავ რაღაც გაღვიძების მომენტებს სიტყვაში რომ მეთქვა სიტყვით რომ მეთქვა მათთან სადაც შესაძლებლობა იყო რომ წარმოგარიყავი და ბევრი არ მახსოვს იქ რამოდენიმე ჩამოვწერე თუმცა ერთ-ერთი მახსოვს იყო დიდი დღესასწაული თუ არ ვცდები ბზობას ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე ტაძარში და გადაგების დროს ვთქვი ასეთი რამე რომ ქრისტეს სწავლება და ჩვენი ცხოვრება არ გავს ერთმანეთს ჩვენ ამცდარი ვართ ქრისტეს სწავლებას თუნდაც იმ გაგებით რა გაგებითაც ჩვენ გვესმის მისი სწავლება მისი სწავლებას მე ვფიქრობ რომ კიდევ სხვა გაგება აქვს სხვა გზა აქვს თუმცა ჩვენ რო გვესმის ჩვენ რო ვკითხულობთ აი რაც პირდაპირ შეიძლება რომ გავიგოთ აი ერთ-ერთი მათგანი და ვიკითხე აი ქრისტე ამბობს რომ ასისხეთ ისეთებს ვინც იცით რომ უკან ვერ დაგიბრუნებთ ნუ ეძებთ და ნუ ასისხებთ ისეთებს ვისგანაც ელით რომ უკან დაგიბრუნებთ თან კიდე ისე ელით რომ პროცენტებით დაგიბრუნებთ რადგან ასე ყველა იქცევა ყველა ადამიანს შეუძლიას რომ გააკეთოს იქ მაშინ წარმართებს ახსენებს თუმცა წარმართებში გულისხმება ყველა ვინც სიყვარულის გარეშე მოქმედებს ვინც სიყვარულის გარეშე აძლევს ან იღებს და აი ასე ამბობს ქრისტე და მე მაინტერესებს ხო ხა ეს ფორმა არ არის ტრადიციულად ტაძარში რომ მღვდელი რაღაცას კითხვას ვავს და იქიდან პასუხსელი რევლის წევრი რაღაცას პასუხობს თუმცა მე ვთხარი რომ მათ ხელი აეწიათ თუ ვინმე აკეთებს ასე ხო 100 კაცზე მეტი მაინც ყოველ შემთხვევაში იდგა ტაძარში და ქართული ფილმი მახსენდება ზური კელაშია ხელს რო აწევს ზური კელა ეს ერთ-ერთმა წამოწია უკნიდან ხიარული ქალია ძალიან საყვარელი და იმ ერთ-ერთმა ადამიანმა წამოწია დანარჩენმა ვერავინ ვერ აწია ხელი იქ იყო კიდე სხვა ქრისტეს სწავლებები რომლებიც ზუსტად ასე იყო ზუსტად თუ დაუშვათ ეს ისე იყო ნათქვამი რომ მე ვფიქრობ რომ მათ იმ წუთას გააცნობიერეს რომ ეს ასე არ იყო და მეც ასე ვარ და მეც გავაცნობიერე და როდესაც ამას ვამზადებდი მეც ზუსტად ეს შეგრძნება მქონდა რომ მეც ვერ ვასესხებ ადამიანს ხო თუმცა ქრისტე ასე ასწავლის ასე ამბობს რომ შენ ასე გააკეთე და ამას მხოლოდ მაშინ გააკეთებს ალბათ ადამიანი ვისაც მასთან აქვს კონტაქტი ქრისტესთან აქვს კონტაქტი ქრისტესთან ანუ ღმერთთან ქრისტე ამბობდა რომ ვინც მე მხედავს ღმერთს ხედავს იმიტომ რომ მისი ხედვა იყო ღვთაებრივი ხედვა ის ხედავდა ღვთაებრივად ის ცხოვრობდა სიყვარულით და ეს სიყვარული ახლა ჩვენი რელიგია ქრისტიანობა გამოირჩევა ამითაც რომ სიყვარულის რელიგიაა ეს თავგანწირვის ქრისტეს თავგანწირვის ფაქტის გამოა ეს რომ ქრისტემ თავი გასწირა და ეს არის სიყვარულის უმაღლესი ხარისხის გამოვლინება ამიტომ და თუ სიყვარულია მაშინ შენ თუ სიყვარულში ხარ მაშინ შენ შეგიძლია რომ გააკეთო ეს არ ვიცი ეს
როგორ ხდება და როგორ შეიძლება არ იფიქრო შენ ბიუჯეტზე, შენ გაკლდება და იცი რომ ეს უკან არ დაგიბრუნდება, თუმცა ალბათ როცა სიყვარულით ცხოვრობს ადამიანი, ანუ ღმერთთან კონტაქტით, აი ზუსტად იცით დავიწყეთ თავიდან რომ ეს კონტაქტი, ღმერთთან კონტაქტი მე ვფიქრობ რომ ადამიანს ანთავისუფლებს იმისგან რაც არ არის სიყვარული. ეს პერიოდულად ხდება. როდესაც შენ ღმერთთან კონტაქტი გაქვს, მაშინ შენ არ გჭირდება არანაირი კანონები, არანაირი დოგმები, იმიტომ რომ შენ ვინც თუ დაუშვათ ეს კანონი ღმერთის მოსაწონია ხო და სიყვარულისკენ არის მიმართებელი ნებისმიერი კანონი ხო? შენ ამას პირდაპირ გაგრძნობინებს ღმერთი პირდაპირ გეუბნება რომ თავშოთ რამეს აკეთებ, რაღაც ზედმეტი აიღე, არ გეკუთნო და ისეთი, შენ გრძნობ რომ ეს ზედმეტია, შენ ეს შეგაწუხებს. შენ ამას კი აიღებ და წაიღებ, მაგრამ ეს გათავდება მალე და შენ ეს რო გათავდება იმის მერე შენ ცუდად იქნებ, შენ ეს არ მოგიტანს ხანგრძლივ ბედნიერებას, სიხარულს ცოტა ხნითაა და ის რაშიც შენ აქამდე იმყოფებოდი ის არის მუდმივი, ანუ ღმერთთან კონტაქტი, სიყვარულში კონტაქტი, ხო? სიყვარული და ღმერთი ჩემთვის ერთი და იგივე ცნებებია რა. და შენ მანამდე აი ამ სავსე მდგომარეობაში იყავი და ნებისმიერ რამეს არ გააფუჭებიებ ამ ურთიერთობას. ამიტომ არ გჭირდება კანონი შენ. ეს კანონი შენთვის არც არ წარმოადგენს. ოღონდ იმ გაგებით არა რომ შენ უულებელყოფ ამ კანონს. რაღაც პერიოდი შეიძლება ადამიანს ჭირდებოდეს ეს კანონი, რომ სანამ ეს კონტაქტი არ შედგება, ღმერთთან კონტაქტი ამ კანონებით იმოძრაოს და ამით შეიძლება მეორე ადამიანი იყოს დაცული, რომ არ იპარო და აი როგორც ძველ აღთქმაში იყო ქრისტემ ეს ყველაფერი განასრულიერა. ქრისტემ ეს ყველაფერი ადამიანის ანუ არ გააკეთო, შეცვალა, არ განისრახოთ, არ იფიქრო ამაზე. ანუ შენ სანამ გაკეთებამდე მიხვალ საწყისში იმას კრა, ხო? საწყისში გითხრა რომ ეს არ გააკეთო, ეს მოიცი. სადაც იღძრება ეგ იმპულსი. კი. ყურადღება, სურვილი და ასე შემდეგ. ხო. სხვათა შორის შემთხვევით არ არის მწვანე ფონი არის. გულის ცენტრის ფონი ის არის, ჩაკრის ფერი არის მწვანე და ინტუიციურად ეგ მინდოდა ეხა რომ მწვანე ფერი ყოფილიყო, იმიტომ რომ ხო ვიცოდი რომ სასულიერო პირი ხარ და რასაც შენი ძახტი რა რომ ქრისტეს რელიგია, გულის რელიგია არის და გული კიდე შემათანხმებელია, ჩაკრების სისტემაც რო აიღო, გული არის ცენტრი, რომელიც ქვედა ჩაკრებს, ცხოველურ ნაწილს და ღვთიურ ნაწილს ათანხმებს რა ადამიანში რა, ეს დიაფრაგმის ზონა ესე ვთქვათ რა და ხო, ძალიან გარდა იმისა, რომ ამ საოცარ ინსტრუმენტს ქმნი და მასწავლებელი ხარ ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან და ამაზე კიდე დაუბრუნდებით, ანუ ჩემთვის ძალიან საინტერესო არის შენთან საუბარი, იმიტომ რომ ხო აი ამ კუთხითაც რა, სულიერ კუთხითაც და საინტერესო დაკვირვებები გაქვს, რასაც იძახი და ხო, ეს ერთი სხვათა შორის აი წირვაზე ვიყავი და ესეთი ქადაგება იყო, რომ ერთა იგივე, აი ძალიან საინტერესო ქადაგება იყო, რომ ანუ აი წლების განმავლობაში ერთა იგივე ცოდვებს წერთო რა და აღსარების დროსო ერთა იგივე ცოდვების მოდიხართო და ანუ ეს პროცესიო არისო გადაქცეულიო მექანიკურათო რა, მექანიკურობაში არის უკვე გადასულიო რა, რომ ანუ დასაწერი გაქვს რაღაცა ცოდვები რაც გაქვს აღსარების დროს და ეს უნდა თქვათ უნდა მოინანიო ესე ვთქვათ რა და სასულიერო პირი იძახდა რომ ეს პროცესიო არის გადაქცეულიო მექანიკურობაშიო უკეო რა და ანუ მაგას ჯობიაო რომ რაღაც ცოდვებსო, რასაც თუ ჯერ უნდა იგრძნო, რომ ეს რაღაცა გაწუხებსო რა, ანუ სინანული ზუსტად ეგ არისო, რომ ანუ ის რაღაცა მართლა გაწუხებს რა, სინანულში რომ იმყოფების მექანიკური სინანული კი არ არის, იმიტომ რომ აი რა ცუდი ვარ და ესეც ცუდი ვიქნები სულ, ანუ ეს რაღაც გაწუხებს და ეს რომ გაწუხებსო მე მოუხმეო ღმერთსო,
ანუ დახმარებისთვის მოუხმეო რა ღმერთო რა რომ აი ეს კონკრეტული ცოდვა თუ რაც არის რა შენში რაც ის სინანულშიც ვარ ანუ ეს მაწუხებს და დამეხმარე ამაში რა და ეგ არის და აი ეგ ძალიან დარეზონირდა ჩემთან რა იშვიათად არის ხოლმე სამწუხაროდ ესეთი ქადაგებები მაგრამ ანუ დარეზონირდა რომ ანუ ეგ არის ზუსტად შენ რასაც იძახი რა ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან ხო ანუ ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან ეგ არის რომ ამ დიალოგში ხარ რა და შენც რომ რაღაცა გიჭირს იმ დახმარებისთვის შენ მოუხმობ მას კონკრეტული რაღაცისთვის რომ ის კონკრეტული რაღაცა მუდმივად კი არ გაგრძელდეს რომ აი ქრისტე რაღაცა იდეალია და ჩვენ ძალიან დაბლა ვართ და ვერასდროს იქ ვერავალთ და მოდი აი ესე მექანიკურად გავაგრძელოთ რა ანუ რაღაც ამ ცოცხალ პროცესშია ეს და ან ძალიან ხმესთვის რას გეთანხმები ზუსტად იმ სასულიერო პირსაც ვეთანხმები თუმცა იცით რა არის გიგარო ეს ჩვევა არ არის ისე რომ თვითონ ამ ადამიანებს უნდათ ასე პრინციპში რაღაც პერიოდი ფიქრობდი რომ უნდათ რომ იყვნენ ამ კანონების ფარგლებში და ასე უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ როდესაც რაღაც კანონს ასრულებ, რომელიც არ არის ძნელი არ არის დაწერილი ცოდვა შენ გადაიტანო მეორე ფურცელზე ან დაიმახსოვრო რა არის ცოდვა და შენს რაღაც ქმედებებს თან ასოციაცია გაუკეთო და ახლოებით შეიძლება ასეთი იყოს რაც აქ წერია. ალბათ ეს არის ის ცოდვა, რასაც მე ჩავდივარ და მიიტანო და ამაზე შენდობა მიიღო. ფიქრობ რომ ეს არის ყველაფერი როგორ გითხრათ არ ვამბობ რომ აღსარების საიდუმლო ქვია ამას რელიგიურად ეს აღსარების ფორმა თვითონ ეს სინანული ღვთის წინაშე რომ რამე ცუდს წარმოადგენს თუმცა შენ როდესაც როგორც შენ აღნიშნე ახლა რომ ეს არ უნდა იყოს მექანიკური და შენ ამას მექანიკურად არ უნდა აკეთებდე და ერთ და იგივეს არ უნდა ამბობდე ყოველ დაუშვათ ზიარების წინ იმისთვის რომ ერთ-ერთი მოწყარი ამბობდა რომ აი ძალს რო ძვალი მიუგდო და გაიარო ზიარებისთვის და ზიარება რომ მიიღო, იმიტომ ეს აღსარება აუცილებლობას წარმოადგენს, რომ შენ აღსარება უნდა ჩააბარო, რადგან ამის შემდეგ იქნები ღირსი ზიარებისა, ხო? დაახლოებით ასეთი აზრი მუსირებს ხოლმე რეალში, რომ შენ ეს უნდა გააკეთო და ადამიანი ხშირ შემთხვევაში ყოველკვირა ვინც დადის ეკლესიაში, ხო, ზოგი უფრო ხშირად დადის, ხო, იქ შუა კვირაშიც არის წირვალოცვები. ფიქრობს რომ ეს აუცილებლად უნდა სინანული უნდა კონდეს და უნდა ჩააბაროს აღსარება რომ მე ქრისტესის დახორცე ზიაროს. ეს მექანიკურია თავისთავად, ანუ თუ არსებობს ის წესი რომ ზიარების წინ აუცილებლად აღსარება უნდა თქვას ადამიანმა, სადაც რომელ ტაძრებში ყველა ტაძარში არ არის ეს წესი როგორც ვიცი. და ეს ძალიან კარგია. თუ არსებობს ასეთი წესები, ეს ერთი მხარე ის, რომ თვითონაც ფიქრობს, რადგან ასე უთხრეს, რომ აღსარება უნდა თქვას ზიარების წინ. როგორც წესად ისეა, ხო. და მეორე მხარე ის, რომ რაქნას ახლა ასეთი წესია მის ტაძარში. და ეს რაქნას თითქოს ასე ერთ შეხედარაფერს არ ნიშნავს, თუმცა ეს მასში აფუჭებს ამ ნაღდობას, ამ კონტაქტს ღმერთთან ურთიერთობაში. ამას მერე და მერე თვითონ იჯერებს, რომ ეს უпростоრად შინაგანად მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც დადის უკვე ამ ეპოქაში, ამ პერიოდში ყველა გზნობს და ფიქრობს თავის შიგნით რაღაც ის ნაღდი ნაწილი, რომელიც ჩვენში ყველაში დევს, ფიქრობს, რომ ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. თუმცა უკვე მოდუნებულია, რადგან მასა მის გვერდით ყველა ასე იქცევა 100 კაცი, 1000 კაცი, ეგ მოწყარი ასე ამბობს, ეს ასე ამბობს, ესე იგი ესეც ნორმალურია და თავიდან თქვით დავიწყეთ იმით, რომ ეს არის ძალიან მარტივი. მარტივია იმ გაგებით, რომ შენ დაწერილს წერ და ამით იღებ
ასე ვთქვათ, თანხმობას, რომ ეზიარო, შენ რაც გინდა, შენ გინდა ქრისტესთან ეზიარო, ან მორწმუნეს უნდა რომ ზიარება მიიღოს, ამით მადლი მიიღოს, ხო? და ამის გამო ეს ასე მარტივი თუ არის, ეს ამ მარტივ გზას, რასაც ქვია ღმერთთან კონტაქტი, ეს კონტაქტია, ხო? შენ ცხოვრობ და რას ამბობ იქ? იმას ყვები აღსარებაში, რასაც შენ ყოველდღიურად ცხოვრების პერიოდში, განმავლობაში, ყოველ წუთს, ყოველ შენს ნაბიჯზე დაუშვათ აკეთებ, აშავებ, ხო? და მიხვდი რომ დააშავე. თუმცა ნაკლები ხდება ეს მიხვედრა, იმიტომ რომ შენ კომუნიკაცია არ გაქვს ღმერთთან. კონტაქტი არ არის ღმერთთან, ეს არის ფორმალური კონტაქტი, ხო? შენ შეგიძლია დაწერო და ამიტომ არ გჭირდება ამაზე ფიქრი, ღმერთს ეს მოეწონება, არ მოეწონება. საერთოდ ჯამში ეს დასაწყისშივე თუ ადამიანი ცხოვრობს და ეძებს სიყვარულს, ამ მოქმედებას არ გააკეთებს. მე მინახია და მე როდესაც ეკლესიიდან წამოვედი, მანამდეც, სანამ წამოვედოდი და ეს ბოლო პერიოდები იყო უკვე, ძალიან მაინტერესებდა არაეკლესიური ადამიანები, როგორები იყვნენ. და მათთან ჩერდებოდი ხოლმე. სულ სადმე ვნახავდი და გავიგებდი, რომ ეს ადამიანი გარეგნულად ეთყობოდა დაუშვათ პირსინგით, რაღაცით, რომ ახლა ეკლესიაში არ შეუშვებენ და ვიცი, რომ არაეკლესიურია. და ვაკვირდებოდი მათ როგორები იყვნენ და არ დაგიმალავთ და მაგ პერიოდში ვხვდებოდი რომ ესენი უფრო ნაღდები იყვნენ. ხო, ცოცხლები. ხო, ნაღდები იყვნენ აი საუბარში. მათთან არ მიჭირდა ურთიერთობა, როდესაც მათ ვაგრძნობინებდი რომ მე მათ არ განვიკითხავდი თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო. ისინი თავისუფლებოდნენ ისევე როგორც თავიანთ მეგობრებთან ისე და აი ამ თავისუფლებასთან, თავისუფალ ურთიერთობასთან მე უფრო მიადვილდებოდა ეს კონტაქტი მიადვილდებოდა ამ ადამიანებთან და უფრო კარგად ვგრძნობდი თავს და მივხვდი რომ რატო იყო ეს, მივხვდი რომ ეს ადამიანები იყვნენ უფრო ნაღდები. ანუ რას გულისხმობ ახლა კავშირი ამ აღსარების მომენტთან, ხო? ადამიანი, რომელიც ეძებს სიყვარულს და რომელიც ეძებს ნაღდ შეხებას ღმერთთან, მე არ მგონია რომ რომელიმე ადამიანი ფიქრობდეს რომ ღმერთი არ არსებობს. ესეც მათი გარემოს ანტკივილების შედეგია, თუმცა ამ ტკივილების შიგნით მიღმა არსებობს ისეთი სივრცე, სადაც თუ ეს ნებისმიერი ადამიანი ჩაიხედავს ამ სივრცეში, ნახავს რომ ღმერთი კი არ არსებობს მარტო. როგორც ქრისტე ამბობს, ღმერთი მასში არის შიგნით. და ამ მომენტში, ხო, ის მიხვდება, რომ ღმერთის ძიება არ ხდება ასე მარტო გარეთ რაღაცები გაიგო, ღმერთი ყველაზე ზერა შიგნით, რა, შეტრიალ. კი, აუცილებლად, ხო. ღმერთი შიგნითა, ქრისტეს ეს არაერჯერ უთქვამს, რომ თქვენშია სასუფეველი და ნუ ხა მე ამ სასუფეველმა სხვა რაღაც გაგება მიიღო რომ ეს სასუფეველი სადღაც არის რაღაც კონკრეტული რაღაც არის, თუმცა ქრისტე ამბობს რომ თქვენშია ეს და ეს თქვენში სასუფეველი ნიშნავს რომ შენ გაქვს ადგილი შიგნით, ის წერტილი რომელთაც აი გავაგრძელებ მე იმ მომენტს, გაქვს ადგილი შიგნით, სადაც შენ თუ ჩახვალ და მოიშორებ იმ ვიბრაციებს, რა ვიბრაციებსაც შენ გაძლევს ეს გარემო, ხო, თავისი სწავლებებით, თავისი დაუშვათ წარმატებებით, დაცემებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს როცა მოიშორებ, ერთადერთი რჩება ღმერთი. ხო, შენ შიგნით. ხო, ანუ მაგაზეც აღარა არა, რომ ღმერთი არსებობს კი არა, რომ მართლა ეს განცდაში თუ ჩავარდი, მაგასაც ნობიერებ, რომ მარტო ღმერთი არსებობს. მარტო ღმერთი არსებობს. ხო, ანუ ის არსებობს არ არსებობაზე აღარ არის რა. არის რომ ერთადერთი რაც არსებობს, ღმერთი არსებობს და ეს ღმერთი თან შეუცნობელია
თან რავი რაღაცები გაგენდობა რა ამ პროცესში რა მე ეგრე უყურებ სულიერ გზას საერთოდ რა ანუ აი ამ რაღაცების არ მჯერა ვიღაცის გასხივოსნებების და რაღაცებს რომ თვითონ ქნა რა მე რა შენ შეიძლება აკაკუნო მაგრამ კარებს ყოველთვის იქიდან მხრიდან გიღებენ რა და რაღაცა შეიძლება გაგენდოს ამ პროცესში აი ესე უყურებ და აი ხა ეგეც ძალიან საინტერესოა ხა ამდენი ეკლესია და ეს რაც გვაქვს რა საქართველოში თან ერთი არის რომ რასაც ვაკვირდები რომ აი საზღვარგარეთის უფრო ევროპულ ქვეყნებში სადაც ყოფილვარ იმისგან განსხვავებით რა ბევრ ეკლესიისგან განსხვავებით სადაც იქ ყოფილვარ ენერგეტიკა ტაძრებში არის ანუ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა ისე ტაძრებში რომელიც აი ისე რომ გუშინ წინ რო არის აშენებული და რაღაც არც ისე დიდი ისტორიით და ასე შემდეგ იქაც კი რაღაცა ველი დგას რომელიც საოცარია აბსოლუტურად გათანხმები ხო მაგრამ ანუ აი რა პრობლემას მე რასაც ხედავ ეგ არის რომ მაძიებლები არ არიან რა აი ცოცხალი მაძიებლები შენ რა პროცესებში შეხვედი მე ის რაღაც აი რა პროცესებიც გაიარე რამაზე ხა რა ტკივილზე ჩვენ ლაპარაკობ აი ეს რაღაცები თითქოს არ და ეს მიღებული ესეთი რაღაც დაშტამბული ცოდნები რო არის რომ აი ესე არის ესეა და მე ამას დაიჯერებ ამას მიყვები აი ამ სიცოცხლეს უკვე გამორიცხავს რა და მაძიებლები რო არ არიან მე თვითონვე რა სასულიერო პირების რაღაც ნაწილზე ყველაზე არ ვიტყვი რა ანუ ეს მაძიებლობის ცეცხლი რო არ ჩანს და ხო და იქიდან რომ ლაპარაკობს რა ისე მე ეს უკვე ვიცი რა აი ესეა და მორჩა რა აქ უკვე ეს ანუ ვეღარ მოხდება რა ეს ცოცხალი პროცესი რა და არა და რა ვიცი აი რომ ამდენმა ეკლესიამ რომ უბრალოდ გულწრფელი ყველა უბრალოდ გულწრფელად გზაზე იყოს რა ანუ მე არ ვიცახი რომ ვინმე წმინდანი იყოს ან რაღაცა ლეველზე იყოს რა უბრალოდ გზაზე რო იყოს გულწრფელად ან თვითონაც როგორც ეხა ადამიანები მუშაობენ საკუთარ თავზე რომ ამჩნევენ რაღაც თვისებებს და რაღაც მეთოდებით ცდილობენ რომ აღმოფრან აი ესეთი გულწრფელი პროცესი იყოს და ამ პროცესის გაზიარება რო იყოს ამდენ ეკლესიაში რაც საქართველოშია აი გამორიცხულია მართლა გაბწყინდებოდა ეს ქვეყანა რა რამხელა გულის ენერგია და რამხელა შემოთანხმებელი ძალა იქნებოდა ეს ყველაფერი რა და ნუ რავი აი როგორც კი ინსტიტუციის ფორმას მიიღებს რა იმ წუთში ჩემი აზრით უკვე ცოცხალი პროცესი მან გქონდა აბსოლუტურად გეთანხმები აბსოლუტურად გეთანხმები. იცი როგორი რაღაცა არის ნიკა, ეს თავარი ადამიანები არ მოტყუდნენ, თავი არ მოიტყუონ. თუ თავს არ მოიტყუებენ, აუცილებლად მოიშორებენ ისეთ რაღაცებს, რაც არ არის ნაღდი. ნაღდი შეხება ასთანაც არ შეიძლება. აუცილებლად ეს თავარი დააკვირდნენ ამ პროცესებს. სად დადიან რატო დადიან, როდესაც რაღაც ურთიერთობა აქვთ ღმერთთან, თუნდაც ლოცვის დროს, რამდენად ნაღდები არიან, თუნდაც იმ დროს, როდესაც მარტო არიან თავიანთ რაღაც კუთხესთან, ნუ ზოგი თავის თავთან, თუნდაც ხო? ეს ამ ყველაფერს უნდა დააკვირდნენ, არ უნდა გაერთონ ლანდებით რაღაცა დაუშვათ. აი კატას შეიძლება ესე ხელით რაღაც იატაკზე ან კედელზე რაღაც ესეთი გაუთამაშო და კატას გონია რომ ეს ნამდვილად თავისი ან თაგვია ან რაღაც ესეთი სათამაშოა და ყურადღებას დაიჭირა ყურადღებას აქცევს და ეთამაშება ამას მაგრამ ხელს რომ მიარტყავს აი შეიძლება ხელით თაგვის ფორმა გავაკეთო და ესეთი რაღაცები გავაკეთო მას გონია რომ თაგვია და რომ მიდის და ხელს ურტყავს იქ არაფერი არ არის ხო და სანამ არ მოიქნევს ხელს ხო ვერ ხდება მე კიდე 2 წუთის მერე კიდე შემიძლია იგივე რაღაც გავაკეთე იგივე საკეთებს ეს ანუ ეს არ არის ნაღდი ის ვერ ეხება თავს თაგვი არ არის მას ელანდება ეს რაღაც მაგრამ ადამიანს შეუძლია რომ დააკვირდეს ამას და რომელი ელანდება რომელი არის ნაღდი რომელი არ არის ნაღდი ეს გაარკვიოს ადამიანები რომლებიც ამ არანაღდით ცხოვრობენ ასე გაყავთ დრო იმიტომ რომ თითქოს ეს მარტივია თუმცა მარტივი არ არის ეს ძნელია ისინი იტანჯებიან მათ აქვთ უამრავი პრობლემები თავიანთ თავთან აქვთ დეპრესიები და ის თუნდაც ეს ენერგეტიკა რაც ტაძარშია და ნამდვილად არის
ეს ამ ენერგეტიკითაც რაღაცნაირად თითქოს მშვიდდებიან, როცა მიდიან და ეს მათთვის რაღაც ადგილია, სადაც მივლენ და დამშვიდდებიან, თუმცა სიმშვიდე არ ნიშნავს სიყვარულს, ასე პირდაპირ კი, ვისაც უყვარს ის მშვიდად არის, მაგრამ შენ იმ ტაძრიდან რო გამოხვალ, შენ აღარ ხარ უკვე მშვიდად. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ შენ სიყვარულში ხარ, შენ ღმერთთან ხარ. ანუ სიყვარული და ღმერთი მე ვფიქრობ და ვამბობ ხოლმე ერთი და იგივე არის. და შენ თუ რაღაც ადგილი გამშვიდებს, ეს იმ ადგილის ზემოქმედება შენზე და არა შენი მდგომარეობა. შენ რო გამოხვალ ტაძრიდან იგივე მდგომარეობაში უნდა იყო თუ შენ იმ ენერგეტიკის წყაროსთან ხარ კავშირში, რომელი ენერგეტიკაც იქ იგრძნობა, ეს ხო ღვთაებრივი ენერგეტიკა არის, ხო? და აი თუ დააკვირდებიან, ხო, რას აკეთებენ, ოღონდ კარგად უნდა ამას დაკვირვება. არა ისე, რომ მან ასე თქვა, ის რას იტყოდა და უშუალოდ ეს მწვარი ტყუილს ხო არ იტყოდა, ხო? შენ დააკვირდე უნდა ამას. უკაცრავად შენ უნდა დააკვირდე, შენ თავზე იგრძნო. აი ორი კატეგორიის ადამიანები ცხოვრობს, ხო, ჩემი აზრით. ერთი კატეგორია, რომელიც ეძებს სიყვარულს და ვინც ეძებს აუცილებლად იპოვის და მეორე კატეგორია, რომელიც ეძებს ამ ქვეყნიურ ეგოისტურ გამოსავლებს, ამ ქვეყნიურ დაუშვათ თუნდაც ნივთებს, იქ არ ვიცი 1000 რაღაცას, ხო? დაკმაყოფილებას რა აქ. და ამ ბევრი წელი ვიცხოვრე ასე, აი ახლა იწყება ჩემში ეს პროცესი, რომ ეს ნივთები, ეს ამ ქვეყნიური თუნდაც ავტომობილი, თუნდაც ესეთი სახლი, თუნდაც ეს თითქოს ფერს კარგავს თავის იმ წინვალებას, რაც ჰქონდა დაუშვათ წლების წინ. ეს აუცილებელია, ეს ორად არის, ჩემი ხედვით ხო ეს ორად არის. ადამიანები, რომლებიც ეძებენ ამას, ესენიც სიყვარულს ეძებენ. ზუსტად, ხო. იმიტომ რომ თუ დაუშვათ დღეს შეძლებენ რომ იყიდონ თავიანთი სასურველი ავტომობილი, გაიხარებენ იმ რაღაც პერიოდი არ ფიქრობენ ცუდზე, იმიტომ რომ ეს მათთვის სიხარულია. ხო, რაღაც დონის დაკმაყოფილება. ხო და აი ეს ხო კმაყოფილების გზნობა, არა სტრესი, ანუ ადამიანი რომელიც ღმერთთან არის და რომელიც სიყვარულით ცხოვრობს, მას სტრესი გამორიცხულია რომ კონდეს. მან სტრესი არ იცის რა არის. სტრესი არის ან ხვალინდელ დღეზე ფიქრი და ნერვიულობა, ან კონტროლი, სიტუაციის კონტროლი. წარსულზე ნერვიულობა. თუ ფიქრობ ხვალინდელ დღეზე არ არსებობს და რაღაცებს გეგმავ და სტრესავს, რაც არ არის იმაზე ფიქრობ და სტრესავს, თუ ფიქრობ წარსულზე, ესეც სტრესავს, იმიტომ რომ იქ რაღაცები არ მოგწონს, ასე რატო ვქენი, არ უნდა გამეკეთებია. თუ ხარ აი ახლა და გაქვს კონტაქტი ღმერთთან და შენ ყველა მოძრაობაში, ყველასთან ურთიერთობაში, აი ამ სიყვარულით კონტაქტობ, ხო? შენ სტრესი არ აქვს, შენ აქვე ვერაფერს ვერ გააფუჭებ, იმიტომ რომ შენი ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ ეს. შენ გაკონტროლებს სიყვარული, ოღონდ ეს არ არის უხეში. მესმის ყოველს. შენ ამას სიამოვნებით აკეთებ, შენ არ გინდა რომ მოატყუო, იმიტომ რომ შენ ცუდად იქნები რომ მოატყუო და შენ ისეთ ჩაულ მდგომარეობას დაკარგავ, რომელშიც შენ ნეტარებ. კანონიც შენში იბადება, შენ რასაც იცახდი რა. ანუ რაც მასწავლებელი ძახა, რაც უფრო ბევრი კანონია, ესე იგი, ანუ ღვთაებრივს უფრო მოწყვეტილი, მიწიერი კანონი რაც ბევრია რა. ანუ უფრო მოწყვეტილი ხარ, თორე ხა შინაგანი ხმა ხო გეუნება რა უნდა სწორია და რა არის სწორი. კიდე სინდისი და კიდე რაღაცა, ყველაფერს გეუნება, შენ თავშიც გეუნება და გარეთაც გეუნება. რა ამას რომ მოწყდები, მე რაც უფრო ის ეპოქაა, სადაც მოწყვეტილია ღმერთს, მით უფრო ბევრი უკვე კანონები გვჭირდება ადამიანებს, რომ რაღაცა წესრიგში მოვექცეთ, ესე ვთქვა და ვიღაცამ დაგვსაჯოს თუ არ გავაკეთებთ ამ რაღაცას რა, ეგეც ბუნებრივი ნაწილია და ეხა კიდე უცბად სანამ გადავალთ იმ თემაზე, ერთსაც დავამატებდი იმას, რომ აი რას დავაკვირდი, იცი რომ
მაინც ეს მართლმადიდებლური რელიგია, რო ასკეტური რელიგია არის რა, რწმენ, ხო, ამდენი ასკეზი რო იყვნენ თვითონ ისტორიაში და თავშეწირული ადამიანი და ასე შემდეგ, ხო, ეს ენერგეტიკა ტაძრებში ძალიან მაგის დამსახურებაც არის რა, ფრესკებიდან და ესე თქვათ რა გამოსახული რო არიან ეს ხალხი და წმინდანები და ასე შემდეგ, ხო და ეს რაღაცა ამ ტრადიციაში ეს ძლიერი ასკეტური და ენერგეტიკა არის და მანდ ყოველ ეგეთ ძალის ადგილას, სადაც ესეთი ძლიერი ენერგეტიკა არის რა, აი მანდ თუ მაგას ჯობია რომ ადგილას ენერგია საერთოდ არ იყოს და იქ რაღაცები ხდებოდეს, იმიტომ რომ ენერგეტიკა თუ მაღალია, იქ გამრუდება, კიდევ უფრო ღრმა რაღაცებს იწვევს რა, ფსიქიკურ აშლილობებს და რაღაცებს რა, იმიტომ რომ ენერგეტიკა როცა ძლიერია და შენ იმას შენი რეზონანსში ვერ მოდიხარ იმასთან რა, შენ იმით, ხო? ერთ სიხშირეზე ვერ ჯდები რა, მე იქ რაღაც პროცესები გეწყება რა, ესე ვთქვათ რა, რაღაცები ამოდის შენშიც ეს ისინი, მე ის ან უნდა მიჩქმალო, ან სასმელში უნდა გადაიტანო, ან რაღაცა გარყვნილება, აი რაღაც სადღაც თავი უნდა იმასქნა რა. ხო, აი ეგეთ დაკვირვება შემომჩნია, რომ ანუ აქ ეს ძლიერი ენერგია და საქართველოსაც აქვს რა, ეგ რა, გვაგიჟებს რა, აქ ან უნდა შეიცვალო, ანუ ეს გაშალო გულის ქვეყნის რაც არის რა, ბუდისტებს აქვს კარგად ეგ რომ ყურადღება ჩაიტანე გულში და გაშალე და ეგრე უყურე სამყაროს რა, გულიდან გაშლილი ყურადღებით რა, სტრესი მოვა, ისევ სტრესი რა, რაღაცა მოვა, ის შეკუმშვარი და ისევ გაშალე გულიდან რა. ეხლა ამას რომ თან კიდე ღმერთის რწმენა ემატება, ბუდიზმში ღმერთი არ არის და ეგ ცოტა ჩვენ კულტურულად განსხვავდება. ამას რომ კიდე ღმერთის რწმენა ემატება, რომ ცოცხალი ურთიერთობა რა, რომელთანაც თან ერთიანი ხარ და თან გამოყოფილი. ეგ უკვე დიდი ნუგეში არის რა. აი მომავლის პრობლემები რომ მე შენასაც იძახი რომ სტრესით არ არისო რა. ანუ იქ მაგიტომ მცირდება ეს სტრესები რომ ნუგეში გაქვს რა მომავლის რა, როცა კავშირზე ხარ რა და. მოდი დაუბრუნდეთ ახლა იმას რა, თემას, ჰენდპენის თემას ისევ აი რაც ძალიან მაგარია კიდე და აი საოცრება რომ ამას შენი ხელით აკეთებ თვითონ ამ ინსტრუმენტს რა. და აი რა პროცესი არის თვითონ ეს კეთების რა, ანუ ამას როგორ უყურებ და რამდენად რთული არის მაგის თვითონ შექმნა, ესე ვთქვათ. რამდენი დრო ჭირდება ზოგადად რომ ეგ გააკეთოს. დავიწყებ იქიდან რომ მოკლედ ვიტყვი ამ პერიოდს, ერთი სადღაც 7-8 თვე მე დამოუკიდებლად დავიწყე ის კეთება YouTube-ში უყურებდი მოკლე ვიდეოებს. ასე რომ ცლად ინფორმაცია არსად არ არის როგორ უნდა გაკეთდეს ტექნიკურად. ხო. არ ვიცი აქ კონკურენციის მომენტია ალბათ. თუმცა არის სარეკლამო ახდაუშვად როგორც მე ვდებ ჩემს სოციალებში პატარა მოკლე ვიდეოები კეთების პერიოდში. აქედან ამოვიღე დანადგარები როგორი უნდა ყოფილიყო, გავარკვიე დაუშვათ რა წნევა უნდა შემეშვა, ეს არის ფურცელი, ჩვეულებრივი მეტალის ფურცელი, მილიმეტრი და ორიანი, რომელიც წყლის ზეწოლით წნევით იბერება სხვადასხვა სახით, ასევე მიწოლით რაღაც დანადგარია, რომელიც ტრიალებს და შენაკარიდან შიგნით აწვევი და ინფორმას აძლევ არის, ასევე ჩაკუჩით ეს პირველი ტრადიცია. ამას შენი ხელით აკეთებ თუ უყვეთავდა? ჩემი ხელით ვაკეთებ. თავის დასაწყისში უყვეთავდი ამ მასალას. თუმცა მე დავიწყეთ მე თუ გაკეთებ აქ საქართველოში თუ რამე მეტალი არსებობდა, რაც მე ვინახავს თავშად ან ფერით, თუნდაც სპილენძი, გარედან შემდეგ ამ გამოწვის და პროცედურების შემდეგ ყვითელ ფერს იღებს, სპილენძის ფერს იღებს ინსტრუმენტი ხშირად. გარკვეული მასალები და ფიქრობდი რომ სპილენძი იყო, მე არ ვიცოდი რა მასალა იყო ეს. და თუ რამე მასალა იყო საქართველოში ასეთი ლითონის, რასაც მივამსგავსებდი დაუშვათ, აი აბსოლუტურად ყველა გამოვიყენე. ბოლოს მახსოვს კასრი ზეთის რაღაც ნავთობის კასრი გავასწორე. მასაკასე სარტყელები ირგვლივ სიმაგრისთვის ესენი გავასწორე და ესეც გავბერე ეს ინტერნეტში ვნახე რომ კასრის ზედა თავიდანაც საერთოდ ასე აკეთებდნენ ეს პირველი სტილ დრამი გაკეთდა კასრის, ნავთობის კასრის მასალით რა, ეს ზედა თავი რაც აქვს, ეს ჩაღუნეს და იქ გამოკვეთეს ნოტები და
ესეც გავაკეთე ძალიან ბევრი მოკლედ რა. და რატო აი მუსიკალური ნიჭი ქონდა? რამე სხვა ინსტრუმენტებზე? არა. ხო და რა საოცრება რომ მაინდა-მაინც აი handpan-ზე დაკო ესე რაღაცა და connect-ი თუ დაკავშირე. არ ვიცი ეს არ მithქვამს, ისრაელში ცხოვრობდი ერთ-ერთ დღეს იქ მუშაობდი ისრაელში ფიზიკურად და დავდიოდი ხოლმე მე საღამოს რომ მოვდიოდი ვისვენებდი ზღვის პირას რა. და ჩემს უკან ორი ახალგაზრდა მოვიდა, მათაც ერთი კვირის ნაყიდი ჰქონდათ ეს ინსტრუმენტი და დაიწყეს რაღაცა ერთი კვირის ნაყიდმა მაკედან მოიხიბლეს. და მოიხიბლე მივედი ვკითხე და სადღაც ერთ კვირაში ვიყიდე იქვე და წამოვიტანე და მე იმის ფორმებით იქიდან ავიღე ეს თარგი და დავიწყე გაკეთება ხო. რთულია ძალიან. იმდენად რთულია რომ YouTube-ზე შეხვდებით ვიდეოებს. სადაც ვისაც სურვილი ჰქონდათ handpan-ი გაეკეთებიათ, გადაღებული აქვს როგორ დაიწყეს, ეს ყველაფერს კარგად როგორ ხაზავენ, როგორ აკეთებენ და ბოლოს რო არ გამოდის ხო და გაბრაზებულები როგორ აგდებენ ამას ზევიდან წიხლებით დგებიან, მე ბენზინს ასხავენ, ცეცხლს უკიდებენ და ეს ერთი ცალი კი არ არის. აყრიან ზევიდან 10-20, არ გამოდის 10-20. ზოგი ნაგავში აგდებს და ემშვიდობება და აღარ უნდა რა. ანუ რთულია ბევრი რამის გამო, ახლა აღარ დავკონკრეტდები, თუმცა ისეთი პროცესია. თუ და ყველაზე მთავარი რაც არის ის რომ მე ვერ გავაკეთე ეს. ბევრი იმედგაცრუება იყო ჩემი ოჯახის წევრები იმ დროს როდესაც ფიქრობდი რომ მეც ხوار გადავაგდო და შევდგე მამხნევებდნენ ჩემი შვილი, ჩემი ძმა, ახლა არა და ის არა იყო იმ დროს როდესაც მე მინდოდა თავის დანებება. მერე იყო პერიოდი რომ აღარ მინდოდა თავის დანებება და ნუ ამან რაღაც ბოლომდე გავიყვანა. და რამდენი დღე უნდა რომ აი გააკეთო თქვა ეს ინსტრუმენტი რა? ეხლა უკვე აი ერთი დღე არ იქნება საკმარისი. არა, რა თქმა უნდა, ამას პროცესი აქვს. როგორ გითხრათ, იცით, აი თვითონ ფორმების ამოყვანას, აი ამ პროცესს თუ დავუშვათ დილიდან საღამომდე შეხვალ, სადღაც ერთ დღეში შეიძლება მორჩე ერთი handpan-ის ფორმების გამოყვანა, თუმცა აქ არის შემდეგ პროცესი და გამოიწვას, ამას დრო ჭირდება. შემდეგ უნდა შეწებდეს ეს ერთმანეთზე, გაშრეს ერთი კვირა ჭირდება, რომ ეს ყველაფერი როგორც აი ინსტრუმენტი გიტარა სწორდება, ხო, თავისი რა ქვია, ტუნერით და გასასწორებლით ეს სწორდება ჩაკუჩით. აქ ნოტებს რასაც ხედავთ ზევიდან იმ ნოტებს აქვს ადგილები, წერტილები, სადაც შენ ჩაკუჩი ხან ზევიდან უნდა დაარტყა, მერე ქვევით ხვრელი რო აქ ის არის ზუსტად იმ ზომაზე გამოჭრილი, რომ ხელი იყოფა შიგნით. ხო. ანუ ორი რაუნდისგან შედგება ამის დატუნინგებას ეძახიან, რომ თავიდან ფორმას კი სვავთ თვითონ აი ამ ნახევარ სფეროზე, თუმცა ამ ფორმას არაფრის ხმა არ აქვს, ეს არის როგორც აი მეტალს დაარტყა ხელი და არაფრის ხმას არ გამოსცემდეს. ეს იწყებს ვიბრაციას და ტონის გაცემას, როდესაც შენ ამას ან ჩაღუნავ შიგნით, ან ამოღუნავ გარეთ. აი ამ პროცესში ემატება, როგორც აი გიტარას ემატება, მაგდება და დაბლდება. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ჩაკუჩით. და სპეციალურ ადგილებზე რა, ეს რაღაცები მე ვერ გავაკეთე. ანუ მედიტატიური პროცესია რა, ეხლა რო აკვირდები რა. რაღაც მგონია რომ ეხლა ისე რო თქვი რომ აი რაღაცა არ გამოვიდათო და იმოშვებოდნენ, რომ მე მგონი რაღაც შესაბამის მდგომარეობაში უნდა იყოს ტიპი რა, ვინც აკეთებს ამას რაღაცა სულიერ მდგომარეობაში რა. მარტო ტექნიკური ის არ მგონია რომ იყოს. ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა და მე ვერ გავაკეთე ეს და წავედი ირანში რაღაც პერიოდი დავყავი იქ კურსი გავიარე სპეციალური და ვისწავლე იქ და ჩამოვედი და მე გავაგზავნე. ოკეი. თვითონ პროცესიც ხო, პრინციპში ყველა პროცესი, როდესაც შენ ქმნი მედიტატიური ხო, კონცენტრაციას მოიწევს. და როდესაც გადის სხვა ფიქრები შენ ხარ იგივე მდგომარეობაში, რასაც დავუშვათ ეს სპეციფიკურ ფორმაში დაждები და ცდილობ პროცესი. ერთ და იგივე ჟღერადობას რომ მიაღწიო, ის თქვათ რა,
ანუ მაგასაც რაღაც ცოდნა უნდა თუ ანუ არ გამოდის რომ სხვადასხვანაირი ჟღერადობის გამოდის ანუ კეთების პროცესში ინსტრუმენტი თუ აი მაგალითად რა ხელს რო დაარტყავ ერთ და იგივე მას რო გამოცემს ან ცოტა სხვა აი რაღაცა განსხვავებები არის მანდაც ტიპები თუ კი რა უნდა არის როგორც მაჟორული ტიპის საკრავები ასევე მინორული ტიპის დავუშვათ დე მაჟორი სე დიეზი ე მაჟორი ასევე მინორული ტიპის ასე არის კიდევ სხვა ტიპის სელტიკი ჩვენ ახლა მე რასაც ვაკეთებ ეს არის იმ ტიპის საკრავი რომელიც გამოიგონეს თავდაპირველად რე მინორია რატო აირჩიე ეგ? იცი რატო ავირჩიე ეს მუსიკალური საკრავი თავიდან რომ გამოიგონეს რომ შექმნეს არ ყიდიდნენ მუსიკოსებზე ამ საკრავს როდესაც შეკვეთებს იღებდნენ მათ პირადად ესაუბრებოდნენ რისთვის ჭირდებოდათ ეს ხო და თუ დაუშვათ ეტყოდნენ რომ მათ ჭირდებოდათ სამკურნებლად ეს თერაპიისთვის ამ შემთხვევაში უმზადებდნენ და ყიდნენ ეს იყო საკრავი რომელსაც იყენებდნენ თერაპიისთვის ანუ განსაკურნებლად რა ხო მე ახლა ბოლო პერიოდი აი განსაკუთრებით აი რაც ჩვენ სივრცეში დაიწყო სწავლება ვაკვირდები და თან მეკითხები მოსწავლეებს რას აძლევთ ეს მე მაქვს ჩემი პირადი გამოცდილება ცოტა რა თქმა უნდა მის მიმართ მაგრამ საინტერესოა სხვას რა აქვს როგორი აქვს რომ ესეც ნაღდი იყოს დაუშვათ რომ კითხო დაუშვათ რას გაძლევს ეს ან რას მომცემს მე შენ აკეთებ ასწავლი და შემხვდი და მითხარი რას მომცემს ეს რო იყოს ნაღდი რა კომენტარები აქვს ხოლმე მე ჩემთვის გარდა იმისა რომ ძალიან სასიამოვნო მოსასმენია და ძალიან ლამაზია რა როგორც ხდება შესრულება და ძალიან მედიტატიურია და ალბათ ძალიან ამშვიდებს ადამიანს ამასთან მუშაობა აი ხა ეს ცოცხლად უკვე შე რო გამოცდილება გაქვს რომ ჩვენთან ეს კლასები ტარდება და ესე თქვა ინტერაქციაში ხარ აი რას იძახიან ყველაზე მეტად რომ რა პროცესებს გადიან რა სწავლის დროს თითქმის არა ყველა ამბობს ერთ და იგივე არის ერთი და იგივე დაკვირვებაც არის განსხვავებული დაკვირვებებიც რა აი ყველა ამბობს ასეთ რამეს და მათ შორის მეც ვეთანხმები აბსოლუტურად დროის შეგრძნება იცვლება ვაუ ანუ დრო უფრო აი გონია რომ გავიდა 9 საათი და ამ დროს შეიძლება იყოს საათ 9 გასული ხო და როცა იგებ რო ასეა შენ გიკვირს ეს იმიტომ რომ თვითონ ამის ტონებს ენთმენის ტონებს ეს თვითონ აკეთებს ამას მიყავ ხარ გაცილებს ანუ გაცილებს ფიქრებს შენ კონცენტრირდები ამ მუსიკალურ საკრავზე რა თქმა უნდა ხას ყველა მუსიკალურ საკრავსაც აქვს ეს მსგავსი შეგრძნებები თუმცა ამას პლუს აქვს ვიბრაციები პლუს არის ეს ინსტრუმენტი აი ვამბობთ ხოლმე რომ ყველას შეუძლია რომ დაუკრას რატო იმიტომ რომ ამ ინსტრუმენტზე არ უკრავ დაწერილ მუსიკას არცეთ ჯერ ერთნაირად არ უკრავ არ არსებობს რომ შენ ერთ და იგივენაირად დაუკრა ინსტრუმენტზე ხო მუდმივად ყველა შენი ამ ინსტრუმენტთან დაჯდომა არის განსხვავებული მელოდია ამას შენ ქმნი შენ აკეთებ და დასაწყისში ამბობდი ნიკა რომ ცოდნა საჭირო მივხვდი მე რომ რაღაცა ცოდნა არის საჭირო ტექნიკების და ხშირი კავშირი ინსტრუმენტთან რომ შენ მასთან დამეგობრდე ხელები მიეჩვიოს ანუ შენ კონკრეტული ინსტრუმენტიც გაქვს შენ შეისწავლე იქ რომელ მხარეს რომელი ნოტია რა ხმა მოდის მაღალი დაბალი ეს დროთა განმავლობაში შენთვის ორგანული ხდება და აქედან გამომდინარე როდესაც ტექნიკები იცი ხო ეს დასარტყამია ხო შენ შეგიძლია ნებისმიერი რითმი განავრცო მე ნოტებზე და ეს რითმი და ნოტები და კიდე იქ სხვადასხვა ტექნიკებია და უშუალოდ ადგილები აქვს სადაც ხელს უკაკუნებ უბრალოდ ესეთ
შეგიძლია ეს ყველაფერი ერთმანეთში შეურიო და თუნდაც რომ შეცდე, თუნდაც რითმში რომ შეცდე, შენ შეგიძლია ეს რითმი ისე ლამაზად გადაიყვანო სხვა მიმართულებით, რომ ამას ვერ მიხვდება, რომ შენ შეცდი, თუნდაც ნოტში რომ შეცდე. იქ გააჩერებ, სადაც შეცდი, შეანელებ დაკვრას ან ხმას დაუდაბლებ, თითქოს ეს შენ სპეციალურად გააკეთე და თან კიდე გესიამოვნება ეს რომ გააკეთე. ანუ კი შეცდი და მიხვდი რომ შეცდი, თუმცა აქიდანაც რომ გამოძვერი ესეც სასიამოვნოა, აი ამ შეცდომიდან ესე გამოძვერი რომ თითქოს არაფერი არ დაშავებულა რა. აი ცხოვრების პროცესებითა, ხო, ცხოვრების პროცესები, როდესაც შენ ყველაფერზე არ ნერვიულობ და როდესაც შენ მოძრაობ ისე და აკეთებ ყველაფერს რაც შენ შეგიძლია და დანარჩენთან შენ თვითონ მოქმედებ მერე და როგორც იქნება რანაირადაც იქნება ისე აკეთებ. აი აქაც ესეთი პროცესია ხო. და ეს კონცენტრაცია ინსტრუმენტთან როდესაც უკრავ ხო, კონცენტრირდები აქ და ამას თავისთავად მიყავ ხარ შიგნით შენს გიხსნის რაღაც ისეთ კარებს, სადაც შენ შეგიძლია იყო მედიტაციურ მდგომარეობაში. შენ თუ დაждები და ცდილობ რომ შეხვიდე მედიტაციურ მდგომარეობაში, ამისთვის აკეთებ სუნთქვებს და მრავალი პრაქტიკა არსებობს, ხო? ეს თვითონ აკეთებს ამ ყველა. შენ არ ცდილობ არ მოსმენის დროსაც ეგრეა და წარმომიდგენია რომ უკრავ რა თან ეხა აი ორივეს თავისი ადგილი აქვს და დრამზე რო ვილაპარაკეთ ამ დროსთან ერთად იქაც მაგაზე ვქონდა რომ ვაკვირდები ანუ ეხა დრამი უფრო დიაფრაგმის ქვედა ცენტრები არის რა და ჰენდფენი ეხა მაღალი ჟღერადობები არის მაგაზე ორი აზრი არა რა ეხა ორივე საჭირო არის ორივეს თავისი ადგილი აქვს რა და ანუ ხო მოსასმენად იმდენად სასიამოვნოა რომ აი დაკვრის პროცესში უკვე წარმოვიდგენია რომ როგორი იქნება და რთული არის სწავლა შენ აი როგორ აი რა ჭირდება ადამიანს რომ ისწავლოს და რამდენი ხანი ჭირდება რომ ისწავლოს რა დაკვრა ამაზე შენ აი რას ახლა ჩვენ ახლა დავიწყეთ მე პირველად ამ სივრცეში დავიწყე სწავლება მანამდე გამოცდილება არ მქონია თუმცა რომ ხედავ ხო ადამიანები სადღაც პირველ დღეს არც იციან როგორ დაარტყან ხელი ამ ინსტრუმენტს და ბევრი ერთ საათში მელოდიას უკრავს იმიტომ რომ ეს კი გარედან ჩანს, როდესაც ცნობილი მუსიკოსები უკრავენ იქ ახლა მუტანტებზეც უკრავენ და მრავალი ნოტით და ასე შემდეგ, ხო? თუმცა აქ არის ძირითადი მომენტი ის, რომ შენ რიტმს შლი ნოტებზე და რიტმი დაუშვათ აი არაჩვეულებრივ საკრავზე დრამზე, ხო? არის მუდმივად ბავშვად ერთ მონოტონურში ხო აქ გაქვს საშუალება ესეც კონდეს და თან ნოტებიც კონდეს ოღონდ იმ რიტმში შენ თავარი რიტმის შეგრძნება კონდეს არ არის საჭირო აბსოლუტურად შენ ნოტები იცოდე მე არც ერთ ნოტი არ ვიცი თავარია შენ რიტმის შეგრძნება კონდეს ეს ტექნიკები ხელის ტექნიკები ყოველდღიური ან ხშირი შეხებით ხო დაიხვეწოს და აი ამ რიტმს ძალიან უბრალო რიტმს შლი ირგვლივ ნოტებზე და ამით გამოდის ეს არაჩვეულებრივი ხმები. აქედან გამომდინარე მარტივია, რთული არ არის. რთული არის მაშინ, როდესაც შენ არ ეხები მას, როდესაც შენ ხშირად არ ხარ ინსტრუმენტთან და აქ რამდენი ხანი გრძელდება სწავლება? აქ როგორც გვიწერია ანონსში 1 საათიანია, თუმცა აი არასდროს არ ყოფილა 1 საათიანი. ყველაზე ცოტა გაგრძელებულა საათი და 20 წუთი, 2 საათი, როდესაც არ არის ხოლმე სხვა წრეები. ბოდიში მინდა რომ მოვუხადო ხოლმე ჩვენს მერე არის ხოლმე ერთი მეგონი აგნიო გასატარებს. გადასარავი კაცი.
სულ რაღაც ისეთ მოთმინებაში ამგონ ბოლო დროს გვემალება ხოლმე რომ არ თავი არ დაგვანახოს და აი ესე გრძელდება ანუ ეს დროის შეგრძნება ეს იმისგანაც ხდება რომ მე ვერ ვაკონტროლებ დროს ვერც ისინი ვერ გეულობენ არა უშავს კაცი ჩვენ გეტყვით უყურებთ და თურმე გასულობთ ხო მოკლედ 1 საათიანი შეხვედრა წესი მაგრამ და აი აქ კურსის სახით რომ აი რა დონეზე სწავლობს ადამიანი რა შეიძლება ითქვას რომ რა დონეზე იცის უკვე დაკვრა ხო იმაგზიც რომ იცინიკა როგორ არის მე ისრაელში ვიყიდე ხო გითხარით ეს ინსტრუმენტი რო ვიყიდე მას შემდეგ ვიცხოვრე ისრაელში კიდე 2 წელი დაახლოებით და თითქმის ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღე როდესაც მბრუნდებოდი სამუშაოდან უკრავდი ხოლმე სახლში რო ჩამოვედი საქართველოში სადღაც 1-3 წლის ვიდეო მაქვს აი ჩემი ჰენდმენის ყიდვიდან ყოველ დღე სახლში მქონდა ისე 3 წლის შემდეგ ჩამოვედი და რაღაც ვიდეოები გადავიღე ჩემთვის და იქ არის ისეთ დონეზე უკრავ რომ აი ერთ გაკვეთილში რო უკრავენ ჩვენი მოსწავლეები ანუ ამ კურსის თქმა მინდა ეს მარტო მე ამ კურსით ადამიანები გააკეთებენ სადღაც აი ამ პერიოდის თუ დავუშვათ დამოუკიდებლად დაიწყებენ გააჩნია ვინ როგორ მოინდომებს შეიძლება დამოუკიდებლად ადამიანს ისეთი სურვილი კონდეს რომ ჰენდმენი დაუკრას საერთოდ არ დაჭირდეს კურსი და რაღაც პერიოდის მერე რაღაც 5-6 თვის მერე გააჩნია როგორ აკეთებს ამას ხო YouTube-ზე ძალიან ბევრი ვიდეოა და შეუძლია მას დამოუკიდებლად გააკეთოს თუმცა ფიქრობ რომ სადღაც აი 1 წლის საშრომს მინიმუმ ამცირებს ამ 1 თვეში და ნახევარში 1 წლის ეს სწავლობს ტექნიკებს ის სწავლობს როგორ რითმიდან როგორ გავიდეს ნოტებზე და ისევ დაუბრუნდეს თავის რიტმს და ეჩვევა ამ პროცესს ანუ დროს იგებს და სწავლობს სწორად როგორ დაუკრას როდესაც ადამიანის სწორად ისწავლეს როგორ დაუკრას მას შეუძლია მე სწორად დაკვრაში გულისხმობ რომელი თითი დაარტყას უკანა ნოტებთან რომელი უფრო უკეთესია რომ ეს არ მოუწიოს და უშუალოდ არაკომფორტულად არ დაიწყოს და მე იმ ნოტს თავი არ დაანებოს არაკომფორტული როა შეიძლება შეეშვეკი აი ხმა კონდეს აი ამ რაღაცებს რო ისწავლის მას შეუძლია ყველაფერი გამოიყენოს ყველა თითი ნეკათითი შუა თითი არა თითი ყველაფერი თუმცა თავიდან სწორად დაწყება არის იმისთვის რომ პოზიციები დაიკავოს დაждომის პოზიცია როგორ უნდა ხედავდეს ზევიდან ნოტას ამ რაღაცებს სწავლობს დროს იგებს უფრო იმარტივებს საქმეს და ხო ძალიან კარგი არის აი ეხლა არ ვიცი სანამდე გაგრძელდება ზოგადად სიმშვიდე რა თუნდაც ქვეყანაში დედამიწაზე და ასე შემდეგ რა ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ და სანამ გვაქვს რა მაგის დრო და მაგის ის რომ ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენ თავის ესეთ რაღაცებში და მედიტაცია მართლა არ არის რა უბრალოდ ესე დაждომა და ერთ პოზაში ყოფნა და ყველას ეს არ შეუძლია ზოგისთვის დრამინგია საჭირო, ზოგისთვის ჰენდპენია საჭირო, ზოგისთვის სხვადასხვა მეთოდებია საჭირო და ერთ-ერთი ესეთი უნიკალური საშუალებაა, მე რასაც ვაკვირდები, ეს შენ რასაც ასწავლი ჩვენთან და სხვაგან არც ვიცი თუ არის, აქ არის მხოლოდ ეს კურსი და მადლობელი ვარ ამ საშუალებისთვის. მადლობელი ვარ ჩვენც, რომ ჩვენთან ერთად ხარ და საინტერესო ადამიანი ხარ, შენი წარსულითაც, დაწყოთიცაც და თქვენც ყველა საინტერესო ხართ, ვინც აქ ხართ. აი მინდა ორიოდე სიტყვა თქვა ამაზე რომ ადგილები სადაც კარგად გრძნობ თავს ამას დაგვირებული ვარ რა სადაც კარგად გრძნობ თავს იქ არიან ადამიანები რომლებიც არიან მოდი ასე ვთქვათ რომ გაზრიადებული რო არ იყოს ბედნიერებასთან უფრო ახლოს თავიანთ თავთან უფრო ახლოს და ეს იგრძნობა იქიდან რომ შენ თუ რამე გჭირდება და ეთქვი კი ბატონო თუ არა და არ აინტერესებს ახლა შენ სადადი ხარ ასაკეთებ როგორ აკეთებ ეს ძალიან დიდი ფუფუნება ძალიან დიდი სიხარულეა რომ თავისუფლად გრძნობ არ არსებობს პატარა დიდი მე ვიყავი
ახალი წლის შეკრებაზე იქ ყველა ამ სივრცის მსახური ძალიან დიდი სიყვარული იყო ერთნაირად მე ერთი მომენტი მინდა დავამატო კიდევ ნიკა აი წეგან ახსენეთ ჩაკრები ესე იგი ჰენდმენის ტონებს როგორც თქვით სხვადასხვა ტიპის მაჟორული მინორული და არ დამისრულებია ხო აი მასაც ვიტყვი და კი არ არის პრობლემა ამ ჩაკრებზეც ვიტყვი ესე თქვით რატო ავირჩიე ეს წყობა რასაც მე ახლა ამზადებ ხო 440 ჰერცია რე მინორი ეს იყო პირველი ტიპის ინსტრუმენტი რომელიც საბინამ და მისმა მეწყვილემ გააკეთეს და რომელსაც ყიდნენ მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალო დანიშნულებით თერაპიისთვის მედიტაციისთვის და შემდეგ რომ დაიწყეს კომპანიებმა ჰენდმენის წარმოება, მე რა თქმა უნდა უკვე მუსიკოსებსაც გაიყიდა. ეს არის ისეთი მე საერთოდ აი ჰენდმენს უყურებ ორ ნაწილად ვყოფ ჰენდმენის დაუშვათ ბენეფიტებს, ასე ვთქვათ, ხო? ერთი ის რომ მისგან ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ, როდესაც უსმენთ ლამაზ მუსიკას, კლასიკას, ხო? და მეორე ნაწილი არის ის, რაზეც აი ჩვენ საუბრობდით, რომ მედიტაციური დაუშვათ, ხო, თერაპიული, რატოა ეს, რომ ამ ინსტრუმენტს თავისი განსხვავებული ტონების და სიხშირეების შესაბამისად აქვს ზემოქმედება ჩვენს ფიზიკურ სხეულზეც. და ეს ხო ყველაფერი ერთმანეთთან ხო უკეთესად იცით შევზე ერთმანეთთან დაკავშირებულია. აი ხშირად არის ხოლმე ახლა თუნდაც აქ სწავლის დროს მე შემეძლო რომ რაღაც სადგამები გამეკეთები არ არის რთული ამ სადგამების გაკეთება ისედაც ვაპირებ დასაღებად და უშუალოდ ლაშქრობაზე და იმაზე კარგი არის ეს. თუმცა როდესაც მუხლებზე გიდევს ინსტრუმენტი ეს მარტო ხმოვანი არ არის ეს ვიბრირებს. ხო, მართალი. ვიბრირებს და ეს ვიბრაცია შემოდის სხეულში, ხო, მთლიანად. აუ, ეს ძალიან კაი დაკვირვებაა და ეს ვიბრაციები სხეულის კუნთებს ადუნებს. და ეს მოდუნებულობა იწვევს კორტიზოლის დონის დაწევას. და აქედან გამომდინარე ქვია თერაპიული, ანუ სტრესს აქედან გამომდინარე ხსნის. ასევე ჩაკრებს რაც შეეხება ძალიან ბევრი თითქმის ყველა ჩაკრის შესაბამისი ხშირი შეიძლება ჰენდმენის ტონებში მოუძებნოთ. დაბალი ჩაკრების, ასევე მაღალი ჩაკრების ეს დიდი ნოტები, რომელიც დაბალ ნოტებს ეძახით, ხო, უფრო ესეთი ოხი ხმარ რომელსაც აქვს, ხო? ესენი დაბალ ჩაკრებს, მაღალ ჩაკრებს. ეს 440 ჰერცი, 417-ია ასე გულის ჩაკრაზე, ხო? თუმცა ახლოს არის 417 და 440, ახლო ეს არის, ეს უფრო გულის ჩაკრაა და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი კიდევ არის ეს მომენტი. კი, რა თქმა უნდა, ლამაზია მოსასმენად. თუმცა აი ვეუბნები ხოლმე ჩვენს ჯგუფის წევრებს, რომ აი გარდა იმისა, რასაც ახლა მე კონკრეტულ მელოდიებს ვაძლევ ხოლმე, რომ მე იქიდან გავიდნენ რაღაც საბაზისოს და მე ეს საბაზისო რითმი მე თვითონ განავწუნე. ვეუბნები ხოლმე, რომ აი მარტო დაჯეკი რამდენიმეს რო კითხე შევატყვე, რომ ეს გამოცდილება რას აკეთებს არ ქონდათ და უთხარი რომ აი მარტო დაჯეკით აი ნახევარი საათი მაინც ჭირდება ამას რომ მარტო დაждდეს სიწყნარეში, სიჩუმეში და შენი რაღაც დაუკრა. ხო როგორც გითხარით, ხო შეცდომი მოგივა, მე შეცვალე რაღაცნაირად იმოძრავე, ხო? და იმ ნაწილში როდესაც ვამბობდით, რომ რა შეგრძნებები ქონდა, დაუშვათ სულ ყველას დროის აღქმის უნარს ცვლის, ხო, აი შეგრძნებას ცვლის და კიდევ რაც არის ეს ფიზიკურად ალბათ მე არ ვიცი ამ ვერ ყვევი ამ ჩაკრის კავშირები როგორ ხდება, თუმცა ახლა მაინტერესებს ბევრი რამ და აუცილებლად გავერკვევი ამაშიც, იმიტომ რომ ეს ჩვენი ნაწილია და მინდა რომ ვიცოდე.
მე ვგზნობ და სხვებმაც მითხრეს, რომ ფიზიკურად ვგზნობ სიმხურვალეს, აი ზურგის არეში ეს ხურდება. ეგრეთ, კუნდალინის ენერგია. ხო, აი კუნდალინის ენერგია ქვია. სასწორ ძალაა. ხო, აი ამ ჩაკრების სიხშირესთან რეზონირდება ეს ჰენტმენის ნოტები და მიძინებულს აღვეძებს ზოგს ჩაკეტილსაც ხსნის ამ ჩაკეტილს იმიტომ რომ როდესაც მუდმივად გაქეს ცირკულირებს ხო მუხლებზე კიდევს შენ შეგრძნება გაქვს რომ ფეხებიდან იწყება შენ შინაგანი სულიერი რაღაც ეხა ისე ახსენი რომ ძალიან მომინდა ხო და ამას ყველაფერს ხელებით აკეთებ ხო ეგ მთელი პროცესია მესმის ხო და სამკურნალოდ იყო თავიდან ჰენდპენი გააკეთეს კურნალობის დანიშნულებით. შემდეგ შეიძინა მუსიკალური რა საინტერესო. თავიდან საინტერესო. მოდი ერთი ეხლა აი რაღაც პატარა ეპიზოდი გადაგხდა თავს. ამას წინათ რაღაც ეკლესიაში როცა უგავდა. ხოდი ბოლოსკენ ამ ეპიზოდს რო ვილაპარაკოთ რომ რა მოხდა ანუ რა რა მოხდა და რამდენიმე დღის წინ მე როგორც გითხარით აქ მსახურობდი ვაკესაურთალოს სასაფლაოზე ერთ-ერთ ტაძარში ეს ტაძარი მე რო ჩამოვედი თბილისში ეს ტაძარი არ იყო აქ იყო მარტო მიწა და აი ესეთი გადასარევი ადამიანია ჩემი მეგობარი მეწყვილე ვინც ეს მიწა მოიპოვა ამის იყო ეს მიწა ამ ადამიანის ეს ადამიანის ეპარქიაში მსახურობდა რომელშიც მე მსახურობდი საიდანაც მე ჩამოვედი და თბილისში ძალიან რთულია რომ ესე ეკლესიაში ვინმე მიგიყოს და გითხრას რომ მოდი ძმაო ჩემთან შენი ეპარქიდან თუ მოდიხარ ჩემს ეკლესიაში იყავი და რაღაცა და ამ ადამიანმა გულში ჩამეხოთა და მითხრა რომ მოდი ჩემთან იყავი უბრალოდ ესეთი სიტუაცია მე მშენებელი ვარ შემიძლია რომ ავაშენო თავიდან ბოლომდე ყველაფერი გავაკეთო საერთოდ ჩემი ესეთი მოწოდება არის შექმნა სადღაც მაღაზიაში რომ შევდივარ და რამეს ვნახულობ მინდა რომ იგივე რაღაცა მე ჩემი ხელით გავაკეთო და იცოდა რომ ეს შემეძლო ასეთ რაღაცების გაკეთება და თან კიდე მჭირდებოდა რომ თბილისში სადღაც ტაძარში მსახურեմ და მღვდელი ვიყავი და მღვდელს არ შეუძლია რომ სხვა საქმე აკეთოს პარალელურად ეს არ არის მღვდელმა უნდა ემსახუროს თავის საქმეზე ხო და მოკლედ დავიწყეთ ამ ტაძრის მშენებლობა და ეს ტაძარი მე ავაშენე ჩემი ხელით. რა თქმა უნდა იქ ბიჭები გვეხმარებოდნენ ადამიანები ჩვენი სამეგობრო მრევლის წევრები თუმცა მე ვიყავი მშენებელი ამ ტაძრის რა ჩემი ხელით მე ზევით გუმბათი გავლესე და ეს კანკელი ჩემი ხელით ავაწყე თავის ჩუქურთმებით თავის ხატებით ყველაფრით და დავიწყეთ წირვალოც ერთად მსახურობდით რა მერე მოხდა ესე რომ მე წავედი და წავედი ეკლესიიდანაც წავედი საქართველოდანაც და ეს ჩემი მეწყვილე მოძღვარი დარჩა აქ ჩვენ კარგი ადამიანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ურთიერთობა და მიუხედავად იმისა რომ მე მღვდელი არ ვარ და ეს რომ მე მღვდელი არ ვარ ამან ბევრში რაღაცები გამოიწვია და ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე ამის გამო რომ ფიქრობენ რომ მე მღვდელს ღმერთს უღალატებ თუმცა მოკლედ ეს სხვა თემა ხო ეს ამ ადამიანმა შეინარჩუნა ჩემთან მეგობრული ურთიერთობა იმიტომ რომ სხვა არ ვიცი არაფერი არ დაგვიშავებია ერთმანეთისთვის და პირიქით კარგად ვიყავით და ნორმალურად ყველაფერი და ახლა რომ ჩამოვედი და ეს ჰენდპენის კეთება დავიწყე რომ ჩამოვედი ვნახე იმას ძალიან ბევრი რამე შემატა მოძღვარმა და ტაძარს გაალამაზა გარედან შესამოსი იყო შემოსა და ესეთი კარგად გააკეთა ეს გარემოც კეთილმოწყობაც ყველაფერი და რო ჩამოვედი მივედი ვნახე მოვეფერეთ ერთმანეთს რაღაც და მითხრა ხა რომ გამოიარე ხოლმე მის დამოკიდებულება იყო ჩემს მიმართ როგორც აი დაკარგული შვილი ასე ვიგრძელი რომ ასე მიყურებდა რომ ისე კი არა რომ მე სადღაც ჯოჯოხეთში წავედი უბრალოდ დავიკარგე და
შევამჩნიე რამოდენიმეჯერ რომ ცდილობა ქონდა რომ იქნებ დაბრუნდე იქნებ დაუბრუნდე ეკლესიას ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო ოღონდ ეს კეთილსიკეთები გძენი აქედან არა რაღაც განკითხვის ფორმით რომ დაუბრუნდი თორე დაიღუპე არამედ ჩვენი კარი ღიაა და მოდი და ამის გამო მე რამოდენიმეჯერ მისულ ვარ ამ ტაძარში შევსულ ვარ შიგნით ვიხსენებ როგორ აშენდა და ასე შემდეგ და ერთ დღეს ჩემი ინსტრუმენტით გავიარე და შევედი და ეს აკუსტიკა რომ ნახე მომივიდა აზრად რომ აი კარგი იქნება ჰენდმენის დაგეკრა მან ხო საოცარი იქნებოდა ისე ჟღერადო იქ იმ აკუსტიკაში ხო ადგილზე საოცარ ჩვენ აპარატურა არა გვაქვს ესეთი კარგი რომ ეს მისი ჟღერადობა სუფთად შემოვიტანოთ ვიდეო გადამღებში თუმცა ადგილზე კარგი იყო და დაურეკე და იმ პერიოდში არ მიპასუხა და მე ვიფიქრე რომ ავიც კადნიერება თუ რა მე ვერ წარმოვიდგენდი თუ დავუშვათ ვინმე ადამიანს მოვიდო და აზრად რომ ეს ჩემი მხრიდან ღმერთის შეურაცხყოფა იყო რომ შევსულიყავი ტაძარში და ჰენდმენი დამეკრა და თქვი რომ ჩემი აშენებული ტაძარია 2 წელი აქ ვიმსახურე ახლა მას კადნიერებით არ ვამბობ ჩემი აშენებულია თუმცა ეს კადნიერება ამ ტაძართან რაღაცნაირად მქონდა არა როგორც საკრალულთან უბრალოდ იქ ჩემი გაკეთებული იყო ყველაფერი ფორმები რაღაცეები და შევედი და თქვი რომ მამაოს მე ვეტყოდი რა და დაუკარი ლინამ გადამიყო და დავდე ჩემს სოციალურ ქსელში და მოყვა ერთი ამბები მე ამ უღდელს დაურეკეს უთხრეს რომ სადღაციდან გაიგეს რომ პრინციპში ამასაც არ დაუმალავს რომ ეს იყო და გაიგეს რომ ეს იყო და უთხრეს რომ როგორ რატო რანაირად ეს განსაკვეთია ეს ვინ არის რაღაც სხვათა შორის სიხარული იყო ის რომ მსგავსი ადამიანები რომლებმაც ვერ გაიგეს ეს იყვნენ ძალიან ცოტა სადღაც 5% 95% ესეთი რომ ხო არა რავი აი მანდრა არის ხა რო სპაზმში ჩავარდე და გაიმაშე მე ამით ღმერთს ვადიდებ ახლა არ მქონია ის განცდა იქ კონკრეტულად იქ ვადიდებდი ამით ღმერთს თუმცა იმით რომ მე ვაკეთებ იმით რომ ეს ჩემი გაკეთებული ინსტრუმენტი ჩემი ნასწავლით ადამიანების თან იმ ჟღერადობას რომ მოусმე რაც ჰენდმენს აქვს იქ როგორ უნდა გეგონოს რომ რაღაცას რეურად მაგრამ რავი ხო ეს არა ფსიქოზი არის რა მასიური და მაგრამ მაინც კარგია რომ ცოტა ხალხს ქონდა იქ ისე არ იქნებოდნენ უმრავლესობაში ხა ის ხალხი რომ ხო უმცირესობაში იყვნენ ეს უბრალოდ უმცირესობის გამო კი არა თვითონ არგუმენტები მე არც ვკითხულობდი TikTok აპლიკაცია რომელშიც მოყვა ამას ეს ამბავი მე არ მაქვს ჩემს შვილს აქვს და მეუბნებოდა ხოლმე რომ ასე არის და ერთხელ ჩავიხედე და რომ ნახე მათი არგუმენტები ხო იმდენად цаრიელია სიყვარულისგან აზროვნებისგან არა სოციალური აზროვნებისგან ზოგადად აი ღმერთთან რა შეიძლება რა არ შეიძლება რა არის სატანური რა არ არის სატანური ესაც იმდენად აცდენილია რომ მივხვდი რომ კარგია რომ ამ ხარეს ვარ ხო და რა ვიცი ეგეთი რაღაცების როცა ვაწყდები ხოლმე მეც ბევრჯერ მქონია რა მაგრამ ნუ ეგ ყოველთვის ვაკვირდები რომ აი აზრი არა აქვს რა ან რაიმე სხვა ემოციას გარდა თანაგრძნობისა რა ისეთ მდგომარეობაში არის რომ ანუ იქ გარდა თანაგრძნობის არც ახსნას არა აქვს აზრი არც თავის მართლება მით უმეტეს რაზე უნდა იმართლო თავი და არაფერს რა ერთადერთი ანუ რაღაც თვითონ თავისუფლდება საკუთარი სტრესისგან როცა რაღაც ცოტა ხანი როცა სუსტად რას როგორც თქვი ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი არის სტრესში როდესაც ადამიანს არ აქვს კონტაქტი, ნამდვილი კონტაქტი ღმერთთან, არ არის ბედნიერი და თუ ხედავს ამ მდგომარეობიდან თუ ხედავს სხვაგან რაღაც გაშლას და გაფართოებას, ხო, თავისუფლებას არ გულისხმობ რომ ახლა ეკლესიაში ესეთი ადგილია რომ რაღაც ყველაფერი რაც მოგივა აზრად ყველაფერი გააკეთო რა თქმა უნდა ამას არ გულისხმობ თუმცა ის რაც დაუშვათ
მუსიკას ეხება და იმ ფორმით რაც გაკეთდა არ მგონია რომ ხო მაგრამ აი სიტუაციის შეგრძნება ხო უნდა კონდეს რა ეგ არის მეტი არაფერი ხო ნუ ეგ თუ დაუშვათ იცი რომ ესეც მინდა რომ თქვა რომ თუ დაუშვათ მე რამე დავაშავე ღვთის წინაშე ხო ეს ჩემი და ღმერთ შორის არის ახლა ამბობენ ხოლმე რომ როგორ დავიცვლებით ღვთის წინაშე წავდგებით მე არ მჭირდება გარდაცვალების მერე ღვთის წინაშე წარდგომა მეტყვი მე ყოველ დღე ვცდილობ რომ მასთან შევათანხმო ეს და ხედავ ჩემ თავში ბევრ პრობლემებს და ეს მაწუხებს და ეს წუხილი მაიძულებს რომ ხვალზე ყოველ წუთიერად მე რაღაცები შევცვალო და შეუსაბამო იმ სუბთა კონტაქტის ღმერთთან ანუ რას მიშლის ხელს და ის რომ დაუშვათ მე რაღაც ასეთი რაღაც გავაკეთე და დაუკარი ხო თუ დავაშავე თუ კანონიკაში არ არსებობს ამაზე სასჯელი ეს არ არსებობს ასეთი რამ რომ არ შეიძლება ინსტრუმენტი დაუკრათ ტაძარში თუმცა თუ ვინმე ჩათვლის რომ ეს დავაშავე ვისაც საჭიროა იქ არც ბოდიშის მოხდა არ გამიჭირდება და თუ დავუშვათ ამ კონკრეტული ინსტიტუციისთვის მათი აზრია რომ აქ არ შეიძლება ხო მე შემეძლია რომ მათ ბოდიშიც მოუხადოთ თორე ასე ახლა საჯაროდ რომ რაღაც თვითონ ფიქრობენ რომ ეს არ არის სწორი გასაგები ხო მადლობა საინტერესო საუბარი იყო შენთან მინდოდა შენთან ლაპარაკი დიდი ხანი რაც მით უმეტეს რომ გავიგერო სასულიერო პირი იყავი და მე ეს ტრანსფორმაციები მოხდა და რაღაცა უკვე მინდოდა რომ უკვე ლაპარაკა და ესეც შედგა ეს ჩვენი საუბარი ის როგორც ახსენი შენ რომ ეს ფეხებიდან ვიბრაცია რომ შემოდის და კუნდალინიც აქტიურებს და ეს ეგ ძალიან მომინდა რომ ეს გამოვწადო და რავი მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ და 9 საათს თუ დაუკრავ აუცილებლად იმ შეგრძნებებს ახლა რაზეც ვისაუბრეთ ყველაფერს შენ თავზე იგრძნობ. ვაუ. დიდი სიამოვნებით. მადლობა დიდი. მადლობა ნიკაში. ნახვამდის. ნახვამდის. შვენიერი.